Abi koymuyor. Ama sana iki tane ismiş bir takvoliye dair. მოგესალმებით თანამამულანო, რაც გამოაცხადა ტელევიზიამ ამულმა, რომ ჩვენ ვიწევთ ყველა მერობის კანდიდატს, როგორც სახელმწიფო, ასევე ოპოზიციიდან, რომ მოვიდნენ ჩვენთან ტელევიზიაში, გააცნონ თავის პროგრამას შეხედულებები, მიმართულება და გამოვიდნენ თავის პროგრამით. რას გააკეთებენ, როგორ გააკეთებენ და რა იქნება თქვენ მათი პრიორიტეტი. დღეს ჩვენი სტუმარია პოლიტიკური გაერთიანება მამული სარწმუნოების მერობის კანდიდატი ბატონი თემური ბოკელავაძე. მათი ნომერი არის ნომერი პირველი და ძალიან საინტერესო თემებზე იქნება დღეს საუბარი და გაგვაცნობს თავის შეხედულებას. ბატონო თემური, მოდით პირველ რიგში ჩვენს მაყურებელს გავაცოთ თქვენი ავტობიოგრაფია, თქვენი გავლილი გზა, რა გიკეთებიათ და შემდგომში ვილაპარაკოთ უკვე რას გააკეთებთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ზუსტად ეგ არის, რომ დღეს პოლიტიკაში ისეთი ხალხი მოდის, ვისაც არაფერი უკეთებია და უბრალოდ ვიღაცის ფულით მოდიან, ან ვიღაცის გავლენები და ვიღაცის ბოდიში და ხელის ბიჭები ან გოგოები არიან. არ უნდა შევწყვეტ მიიღოს უბრალოდ რეალობა არის. ეს მითქოს, რომ ერთი უბრალოდ ქართველი ვარ, მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, სულ და ხორცით გენით ქართველი. და წლებია ვარ პოლიტიკურ ასპარეზზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, გვერდები წამიშალეს, საკმაოდ დიდი აუდიტორია ცნობს, რომ ვიბრძოდი წლების განმავლობაში მხოლოდ ქართული ინტერესების გამო. ვიყავი არაერთი კარგი პროექტის წამომწყები, მაგრამ სკოლაში რელიგია და სამართლებრივ დაებრუნებინათ. აგრეთვე შობადობა წახალისებული იყო ქვეყანაში, საავტობრივი ანაზღაურება დაწესებული იყო, რომელზეც წინაწელსაც კი ხელმოწერს ვაგროვებდი და რა თქმა უნდა არ მიიღეს ისე როგორც მე ვსურდა. მე რეალურად კი სურსო ჩემ ქვეყანაში უკეთესი დღის წესრიგი გქონდეს ყოველ ჩვენ თანამოხმარების და უკეთესი პირობები. ამავდროულად 5 ივლისსაც აქტიური მონაწილე ვიყავი, მაშინაც მოუწოდებდი ჩემს მეგობრებს საზოგადოებასაც, რომ მართალი იყავით უფლისა და ერის წინაშე და მოიქეთ ისე როგორც საქართველოს ღირსეულ შვილებს შეეფერება. და ზუსტად ეს არის, რომ მოვდივარ იმ ეროვნული სულისკვეთებით, რომელი ეროვნული სულისკვეთებაც ვფიქრობ არ აქვს დღეს მოქმედ ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო თუ ოპოზიციურ ეგრეთ წოდებულ ძალებს. იმიტომ რომ კი ჩემზე მეტი ფინანსები აქვს, ჩემზე მეტი რესურსები აქვს, მაგრამ ის სულისკვეთება მე მათში ვერ ვხედავ, თორე დღეს მე პირადად აგარვიჭდებოდი და ძალიან გააჩემეს, რომ სამშობლოში ყოფილიყავი და არც კი ჩამორეულიყავი არაფერს. წლების განმავლობაში ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა, იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვობიდან ვმუშაობ, ძალიან ბევრ ადგილას მაგრამ ნამუშევარი ფაქტობრივად თბილისი მაქვს მოვლილი. თბილისში დაბადებული გაზრდილი ვარ და ამავდროულად ვსწავლობდი სამართალმცოდნეობაზე, სამხრეთითაც ვფიქრობ საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს, იმიტომ რომ დრომ აჩვენა, რომ იმდენ დაკითხებზე ვიყავი თუ იმდენ დაბარებებზე, ასე ვთქვათ, რომ ვერც ერთი მხრიდან ვერ მომიგე, რომ თუნდაც ერთი დღით მაინც ზედმეტ დავაჭერდი, მაგრამ 24 საათიც კი ვერ ვაჭერდი. ფაქტი ის არის, რომ ერთი უბრალოდ ადამიანი ვარ, ამ ქვეყნის შვილი ვარ და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გავამრავიც, რომ მინდა უკეთესი დღის წესრიგი შემოვთავაზოთ ყოველ თქვენგანს და დღეს, როდესაც ჩვენ ქვეყანას ესე უჭირს, არ არის დრო იმისი, რომ აი კაცები, ქოცები თუ ასე და ასე რომ საუბრობთ რა. ქოცებისთვის ყველა ნაცია და ნაციებისთვის ყველა ქოცია. მე გიგეთქვით, რომ აქ საზოგადოებაშიც უნდა პირიქით. დავამკვიდროთ და უნდა ვიყოთ თუნდაც მედიატორები, რომ საქმის კეთება დაუძინო პოლიტიკურმა დაჭრებმა და ღლიცინმა, რაც ამათმა მოიტანეს ჩვენ ქვეყანა უსკურს პირას მიიყვანს. გულწრფელად რო გითხრათ,
ძალიან ჩემი ქვეყანა, ჩემი ერი და დღესაც რო ვიცოდე ჩემი ქვეყანა აღორძინდება და აღორძინებაში გულისხმობ დემოგრაფიულ მაჩვენებს გაზრდა და საკმაოდ ტექნიკურად ქართული ძალიან ბევრი ვიყოთ. ასევე ყოველი ჩვენთაგანი რომ კარგად უძნობდეს თავს და ჩვენი ქვეყანას იქეთ არავის ეძახდეს ოკუპანტს, აქეთ მეძახდეს ოკუპანტს ჩემ ქვეყანას, მე დღესვე თანახმობ იქნებოდი რომ ვერც წავიყვანე თავისთან. ნუ ხორცით ჭირო, მას სულ მაინც ღმერთს ეკუთვნის ჩემი. ასე რომ უნდა მიცვკან მხოლოდ იმ ინტერესების გამო რომ ყოველ თქვენგანს უკეთეს მომავალს პირდებით და ყველგან სადაც ამ წლების განმავლობაში ხედავთ იცით რომ ვიყავი სამართლიანი და ვიქნები სამართლიანი. ძალიან კაი, ბაბულო, თემური, ხა ვისაც თემური ხა ყველა კაი ადამიანია, თემური. ძალიან გამიხარდა სერტიას და მომიციაც თქვა. ეხლა მე ვეცდები ესეთი კითხვები დაგისვათ, რაც მაყურებელს აინტერესებს, ხო? მოდით ესე ვთქვათ, რომ ეხლა მე ვარ ამორჩეველი თქვენი, ხო? ერთ-ერთი მოქალაქე ვარ, ეს ვთქვათ, მოусმინო ყველას და შემდეგ მივიდე მივცე ხმა, ხო? რატომ უნდა მოგცეთ თქვენ ხმა? ამორჩეველმა აი რომ მოვა ეხლა უბანში და რითი უნდა დაამახსოვრდეთ, რომ აი რას თავაზობთ, რომ ეხლა თქვენ ხართ თბილისის მერობის კანდიდატი. ეხლა თბილისი ეს არის დედაქალაქი, საქართველოს გულია და ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხა? საერთოდ თბილისში წდება კავკასიის პოლიტიკური საკითხები. ამიტომ რომ მოვიდე სამორჩეველი და თქვენ ხმა მოგცეთ პირადად, აი რატომ რა განსხვავება თქვა თქვენ კანდიდატსა და სხვა კანდიდატებს შორის განსხვავებები რა არის და მაინც კონკრეტულად აი რას პირდებით კიდე. კი ბატონო. მოდი პროგრამასაც შევეხება, სამ პროგრამას შევეხება იმას ვიტყვი რომ რავი მერად არავინ არ იბადება ქართლის მერად და ყველი მათგანი ან გამოცდილებით იყოს ამ ყოველ უნარჩვევებს ან ცოდნის სწავლობს ასე ვთქვათ რა. და რაც არის მთავარი ის არის რომ მორალური უპირატესობა გამოჩნია ჩემი პირადაზეთ ყოველ მათგანთან შედარებით, იმიტომ რომ მთელი ამ წლების მანძილზე ჩემს ბექგრაუნდში გადავყოთ ასე ვთქვათ, არ ყოფილა არავის ხელის ბიჭი, არავისგან არ გავყიდულვარ და მით უმეტეს ყველა ტელევიზიები რაც იდები მაშაობდნენ კიდევაც. არ დაკითხულობ ყოფილა და მიგოთ ამ ყველაფრისა ღმერთის წყალობით და ჩემი საზოგადოების თანადროებით რომელიც ვიცნობს, ყოველთვის ვიმარჯვებით ძალიან ბევრ საკითხში. სტატისტიკადაც მაგთან ანგარიშებული 90%-იანი გამარჯვება მაქვს, იმიტომ მინიმუმ განცხადების გაკეთება, როდესაც ფინანსური რესურსი არ აქვს, მედია საშუალებები, ღმერთის წყალ და საზოგადოების ჩართულობით ეს საკითხები გადიოდა იმ დონეზე, რომ მინიმუმ მთავრობის წარმოდგენას გაეშალებინათ. კალათთანაც და ნებისმიერ თან ვინც მერობის კანდიდატები არიან, ეხლა შეიძლება ვიღაცა მოსწონს ეს ანგელოზები არც ერთი ჩვენთაგანი არ ვართ, მაგრამ როგორც ასეთი მე უყურებ როგორც ასე რომ ქვეყანას ჭირდება მართლმადიდებელი ქრისტიანი ადამიანი ქვეყნის სათავეში, რომელიც სწორად იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც თავისი ქრისტიანული ასე ვთქვათ უპირატესობას მიანიჭებს. კანდიდატებს ეხლა სპორტსმენი ვარ, მე ვერაგებ რა, ზეც დავდიოდი ბრძოლა წესების გარეშე და ძიუდოზეც და მოცინავნის დაფასება ყოველმა სპორტსმენმა ვიცით ასე. და მეც ეხლა რა თქმა უნდა არის რაღაც საკითხები, რაც კალათაში არის დადებით, რა თქმა უნდა მე ძალიან მომწონს თუნდაც სკვერები, ქალაქი რომ ამაზე მამაზე ეხლა 200 არ არსებობს, რომ კარგი 2500 სკვერი რაც გააკეთეს. და გაარემონტეს ისიც ეხლა თავს იწონები, მაგრამ რა თქმა ეს სკვერები პირობითად თუ ქვეყანაში შობადობა ბოლო 10 წლეულებია შემცირდა. 5 მილიონზე მეტი ვიყავ და 3 მილიონ 600-ს წარავ და მით უმეტეს სტატისტიკებს რომ ჩავხედო და თუნდაც სტატისტიკებს არ ჩავხედო, უბრალოდ ქალაქში გავიდეთ, თქვენ თვითონაც კარგად ხედავთ და მიხვდებით კიდევაც რომ რამდენი სხვა ეროვნების წარმოადგენს აქვს მიცემული ქალაქის მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქეობა ასე ვთქვათ რა. რაც სტატისტიკას კიდევ უფრო დიდს ხდის და რეალურად ჩემი პირადი აზრით მილიონიც კი შეიძლება არ ვიყოთ ეთნიკურად ქართველი. ვფიქრობ ეთნიკურ უმცირესობაშიც კი ვარ, როცა ქალაქში დავდივარ, ვიხარია და ქართველსო დავინახე და გამარჯვებას რომ გავიგებ, აი ახლა გამარჯვება ქართველებს რა. საერთოდ ახლა ჩვენი ტკივილია და სწორედ ამაზე ძალიან ბევრი გადაცემები გვაქვს ხოლმე ჩვენ. და ყველას ვიწევ რომ მოვიდეს აქ და სწორედ თავისი აზრი გამოდგას. სტატისტიკა დეპარტამენტი არ აქვეყნებს რა ხდება დღეს საქართველოში. სადაც მოვითხოვეთ კიდევაც რა მოდელი მიჯერა, რომ ანუ ეთნიკურად ქართველი რამდენი ვართ, მაგრამ სამწუხაროდ მაშინ ჩემი ინფორმაციით მე რაც მაქვს ინფორმაცია, მე ამაზე შემიძლია თქვა, ანუ რამდენად მართალია და ტყუილია ეხლა ეგ სხვა საკითხია. ქართველი არის 1.400.000, არაქართველია 1.200.000, 700.000 ცხოვრების უფლება აქვს
და კიდე ერთი ალბათ მაგდენი კიდე ესე არის შემოსული. ეს ოფიციალური დოკუმენტი მინდა. და დოკუმენტის მეცვიცე განახი მაგრამ მომიძიეთ და სულ თემაში საქმე რომ ჩვენ ამიტომ მაგალითად ჩვენ ვითხოვთ ესეთი ჩვენი პარტია და თქვენმა პარტიამ მორისო ქობულიამ თქვა რომ ჩვენ ხარს გიჭერდათ თქვენთან ერთად ვიქნებით რომ ეროვნება შევიდეს პირადობაში. სულ და ხორცი ქართველი ვარ მართლა ქრისტიანი მაგას მორს ვთქვი. ამიტომ ეს იმას ნიშნავს რომ ვიღაცამ რო ჩამოვიდა გინდა შავკანიანი იყოს, ბერატკანიანი და დღეს რომ იყო მოქალაქეობა და შევიდე რომ ვიცი რა მე თანაბარი ვარ თქვენთან არ არის თანაბარი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენი მიწაწმის ბატონ პატრონები და ყველაფერი. ძირის, მეწის, ციაღი ყველაფერი. საქართველოს თუ ქართველები ვიყავით, ეგ იმას ნიშნავს ყველა კარგად იქნება რა. და მე ძალიან ბევრი სხვა რელიგიის და სხვა ეთნოსის საერთაშორისო მეგობრები ვიყავს. თვითონ მან პირდაპირ ფარსაც მიჭერდი იმაში კონკრეტულ საკითხში, რომ საქართველოში ქართველები ეთნიკურ უმცირესობაში სპეციალისტობენ რო საქართველოს დამიმართებაში არის ყველაზე დიდი ბრძოლა საქართველოს უქართველებთ, ხო? და თვითონ ეს ადამიანების ფარს მიჭერდი თემაში, რომ თავისუფლად ჩვენ წინაბრავს პირით უხალოდ ქართველები და ქრისტიანობის გადასარჩენად ბრძოლაო და პირიქითო ყველაფერშია მოყვებით და გავუგებთ ისე რომ თქვენ გააჩნიათ ჩვენს გააჩნიათ და სუმას პასპინძელერი ვართ და არ ვშუის დარეგება აღჭრება 900 იქეთ იქნება თუ ერთი კავკასიის ჩვენ სუმას პასპინძლობას ცუდად რო ეხერებენ ეგ არის ყველა ეს სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ რომ ჩვენს პირადობებში შევიდეს ეროვნება ეს ბევრს ნიშნავს იმიტომ რომ ეს რო გეტყვის ვეღარანაირად ჩამომერთ დღეს მოქალაქეობა მიიღო წინა დღეს და მეორე დღეს გეუბნებათ თანასწორები რომ სწორედ ეს უნდა ავაფართ რომ მე ვარ ქართველი და ომი რო დაიწყოს ისინი ორმაგი მოქალაქეები არის გაიქცევიან და ესო ჩვენი დასაცავი გახდება ეგ თავისუფლად კიდე ერთი ფაქტობრივი გარემოება ვარ თქვენ რა ძალიან ბევრი ადამიანს ეხლა ძალიან მტკნევა ხოლმე თავისი ეროვნების თქმა პირიქით ყველა ეროვნებას აქვს თავისი დადებითი შეხედულებები. მე ყველა ეროვნების შეხედავ ძალიან დიდ პლუსებს რა. იმიტომ რომ დრო და სივრცე ისე გაწუხდა თუნდაც ჩვენი გენი რომ ყველა ქართულში მეყოლოს რომ ქართველი არის. მე მიყავს სომეხი მეგობრები, ოქროს რომელსაც ემოყოლოს სომხები არის, აზერბაიჯანი ყავს მეგობრები, რომელსაც ემოყოლოს აზერბაიჯანელები არის. ზუსტად ეს არის რომ პირიქით თქვენივე ერის წარმომადგენელი ხართ, საქართველოს მოქალაქე იქნება ეს თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, ყველას უნდა ემოყოლოს თავისი ეროვნება. იმიტომ რომ ის ასე ვთქვათ, ღმერთი ფიქრობ, რომ ღმერთმა ყველას მოგცა ჩვენი მისია გვაქვს რა. რო გავუხთ მერიტი კარგი საქმე და ვამაყობდეთ იმ საქმეების კეთებით, რაც გვინდა რომ მომავალში თუნდაც გამოხორციელოთ. ძალიან კარგი. ესე იგი რაღაცა ჩვენი პარტნიორი ორივე მამულზე იწყება და შეხების წერტილის ჩვენი ძირითადი პირველი დასაწყისი არის, რომ თქვენ მამული, რასაც ჩვენ ამაზე ვამყარებთ ყველა მიმართულებას და ჩვენი ოცნებაც პირველი ის იყო რომ საქართველოს ჯერ ყოფილიყო დამოუკიდებელი, მაგრამ ესეთი დამოუკიდებელი საქართველოს არ გვინდა, სადაც ქართველი არ იქნება. რა აზრი აქვს ჩვენთვის იმ დამოუკიდებლობას ამ ყველაფერს თუ ქართველი არ ცხოვრობს საქართველოში. ამიტომ ჩვენ თავისთავად მამული ენის სარწმუნოებას ვიცი მე თქვენი პროგრამაც გავეცანი ბატონო მორისოვმა გამოიცა პროგრამა, პარტიის პროგრამა, რასაც გავეცანი და ძალიან შეხების წერტილები ძალიან ბევრი გვაქვს ისეთი, რასაც გვაქვს ჩვენ ამას საკითხებზე ვთანხმდებით. ძალიან კაი, მაგრამ ახლა როგორც თბილისისთვის რა შეგვიძლია გავაკეთოთ? აი რას პირდებით, აი მე ახლა როგორც თბილისელი კაცი, აქ დაბადებული, აქ გაზრდილი, აქ ხაური შობლების და აი რას პირდებით მე რომ აი თბილისის მე საფუძვლად არ შეგვიძლია გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ თბილისის მერში ყველაფერი გააკეთოს, რეალურად ესე არ არის. ბევრი რაღაც პარლამენტი წყვეტა და რეალურად თავი ბერგედა პარლამენტში არის, მაგრამ როგორც თბილისის მერს ფიქრობ მაგ ისეთი ინიციატივა, რომელიც ინიციატივა შეიძლება შევასრულო 100%. თბილისის მერია მაგალითად ეხლა მაგალითად სახით ახსნი, სტატისტიკების ესედებს, რომ 1500-ზე მეტი ოჯახს ან ვისაც სახლები იმგრევა ამ დროებით გადავა თავშესაფრებში, ბილის ქიას ხვდის წელიწადში 6 მილიონ ლარზე მეტს, ხო? გარდა იმისა, რომ 1500 ოჯახს ბილის ქიას ხვდის 6 მილიონ ლარზე მეტს, ეს ფიქრობ, რომ არასახელმწიფოდ დახარჯული თანხები არის, ფიქრობ საერთო საცხოვრებელ მშენებლობას, როგორც რუსთავის მიმართულებით, ისე თბილისის მიმართულებით, იმიტომ საცხოვრებელიც კი გავანეიტოთ, ასე ვთქვათ, სტრატეგიული ფიქრობ საცხოვრებელი განედა სტრატეგიული ობიექტები გაიზარდოს ქალაქიც და ქუჩებიც. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ საერთო საცხოვრებელს ავაშება ამ ადამიანებისათვის რა თქმა უნდა დროებით, ამავდროულად უსახლკაროები არ მიყოლება ქვეყანაში, იმიტომ რომ შეუქმნი ისეთ პირობებს, რომ გარეთ არ შეიძლება ქართველი ვერ ყავს, მე პირადად და ჩემი თანამოქალაქე ამას გარეთ ათენებდეს. ხო, მით უმეტეს
გვაქვს ცივი ზამთრების და ცივი ზამთრობს დავედავთ ელემენტოს თუმათმას მეძლიერი გორ და სხვა პარტიასაც საკუთარ თანამოქალაქეს უნდა შეუქმნათ ის პირობები, რომ ქუჩაში არ მოუწიოს ყოფნა, ხო? და მაგიტომ საერთო საცხოვრებლების ინიციატივით შემოდიოდა ეს 6 მილიონი წავა საერთო საცხოვრებლებში, რომელიც არ მარტო ამას და 500 ოჯახი შევასახეთ ასე თქვა, ამავდროულად უსახლკაროებს და ამავდროულად თუ შესაძლებლობა იქნება და საზოგადოებას დამდგება გვერდში ამ ყოველივეში, ვფიქრობ აი მრავალშვილიანი ოჯახებისთვისაც უნდა შევქმნათ უკვე ფართები, სადაც გადავცემთ, იმიტომ რომ მოხდეს წახალისება, ამაზე ბევრი არის, ზოგადად ბევრი შვილები ყავს, ხო, უკვე და პირიქით დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგავარ და ესეთი ადამიანისთვის, ხო, გარდა ფინანსური და სამართლის დახმარებისა, ხო, უნდა გავუძლოთ ეს კონკრეტული საკითხი, ბინების გადაცემაც, რა, ამიტომ მრავალშვილიანი ოჯახი და რა, ზუსტად მესმის რა პირობები არის მრავალშვილიანი ოჯახებში დღესდღეობით. ამიტომ ეხლა ეს 6 მილიონი სად წავა იმას ვიტყვი რა. და პირველში ის არის რომ ჩვენი სოფელი სასაყოველია დამეთანხმება მაყურებელს და თქვენს და ეს 6 მილიონი და კერძო ხელშეკრულების საფუძველზე გაუჩავთ სოფლის მეურნეობაში, ამიტომ პირობად თუ ადამიანი არის ჩვენი თანამემამულე, რომელიც სოფელში შეუძლია 100,000-ის მაგალითად კარტოფილი მიწარმოოს, ხო? ნატურალური პროდუქტად, ასე ვთქვათ, არ არის ქიმიკატები რაღაცები წინააღმდეგობა მებირადაც. ამასაც ჩაუბრიცხავთ, დავეხმაროთ მოსწავლეს მოყარში და ეს ყოველივე მოდის უკვე ჩვენ სკოლებში. 660,000 ბავშვი ყავს საქართველოს მასშტაბით. მე თბილისის მერობაზე კი ვიქნები კეის, მაგრამ მე იმასაც ვუწევ, რომ სადაც ჩემ ქართულს დავჭირებ, მე იქნებოდა არ ნიშნავს თბილისის მერი ვიქნები თუ პრეზიდენტი თუ რაღაცა. ხო, უნდა ვიყო ყველგან, სადაც ჩემ ერს დავჭირებ. ამიტომ თელ საქართველოს მასშტაბით ვაპირებ, რაღაცა სკოლის სკოლაში რა, ფულის ჩადოს მით უმეტეს გარდა 6 მილიონისა, კალაძე თითოეულ ძაბდა სხვათა შორის 2025 წელს უკვე ჩვენი ბიუჯეტი თბილისისო რა იქნება 2 მილიარდ 455 მილიონი. ანუ წარმოგიდგენთ ახლა ხო ამ ხელ ფინანსური რესურსი გვაქვს. ყველანაირად რაშიც იხარჯება ეს ფინანსური რესურსები დღესდღეობით, მაგრამ სოფლის მეურნეობაში როცა კერძო ხელშეკრულების საფუძველს გაუშვებ, სოფლის მეურნეობას ამით წამოვწევ წინ. ამავდროულად ეს სოფლის მეურნეობა წამოიწყეს ქალაქის სიმტკიცას შეუწყოს, რაც უკვე სახელმწიფო სიმტკიცის ამბირადობას რომ ხებს და ამავდროულად ბავშვებიც ამეყოლება სკოლაში მშიერი, მით უმეტეს ძალიან კარგად ვიცით ყველა ჩვენთან გამარო რომ არ აქვს ყველა ოჯახს ის საშუალება რომ თავის შვილს გაატაროს სპორტის ფული სკოლაში ყვება კონდეს და ეხლა ჩვენ თუ განათლებაზე ვისაუბრებთ და რაც განათლების სამიზნე უნდა გააკეთოს და ჩვენ ჩემი პროგრამა შესაძლოა უკეთესად ჩემი პირადი აზრით, მაგრამ საგან განათლებას უნდა ამბობს კონდეთ ყვება. სწორი ყვება, ნატურალური პროდუქტი, რაც თავარი და საქართველოში წარმოებული, იმიტომ რომ არ გვინდა ეს გენოფიცირებული ერთი და პლუს ამას ჩვენი ეკონომიკა უნდა განვითარდეს ჩვენივე სოფლებიდან. ამავდროულად ერთი უნიშნავანი ინიციატივა მაქვს, გარდა იმისა, რომ სკოლაში ყვებები, საერთო საცხოვრებლები და სოფლის მეურნეობას ვეხებთ პირველ ეტაპზე 810,000 პენსიონერი ყავს საქართველოს მასშტაბით. პენსიონერები არიან ის ადამიანები, ვინც მართლა სიცხეს და უფლის ფასად მოგვიტანეთ ეს დღევანდელი დამოუკიდებლობის რაც ქვია, იმიტომ რომ მაინც ქვია მართლა არ ვარ დამოუკიდებლები და დამოუკიდებულები ვართ. სხვა ქვეყნის აგენტურაზე პირდაპირ თქვა, ვიტყვი რამე ამოვერიდებენ ყოველივეს. ამ 810,000 პენსიონერს მე როგორც ქალაქ თბილისმერი ნამდვილად ვერ შევპირდები პენსიის ზრდას, იმიტომ რომ ეს ჩემ ხელთან არის ეს ბერკეტი. მაგრამ მე შემიძლია საფრთხე ქსელი გავხსნა თბილისმერის დაქვემდებარებაში, სადაც პირობითად ვთქვა თუ წამარს ვიდრობთ ერთ ლარად, აქაც უნდა გაიგდოს ერთ ლარად წამარი. იმიტომ რომ ეს პენსიონერები მე ძალიან ბევრი მეზობელი მყავს, რომელიც მაგალითად 3-4 თვის პენსიას წინასწარ წამლებში აკეთებს, ხო და საფრთხე ბიზნესმა ფაქტიურად, რავი, ძირს დასცა ყველაფერი და არ შეიძლება ჩემი პირადი აზრით წამალზე ვაკეთებდეთ ფულს. ეხლა გასაგებია რომ ბიზნესია, დიდი ბიზნესია და იმაში დარწმუნებული ვარ საზოგადოებას მიმართავ, რომ ესეთ რაღაცებს როიძახი არ დამიწოს მიროზე პირიქით ეს საფრთხე ქსელს კი ამათ დაიხმარება რომ 4 მილიარდი ვიყო, მაგაშიც მესმის ამათაც დააფრინოს და მეცაც უყიდია, მაგრამ მე გულწრფელად გეუბნებით, რომ ეს 810,000 პენსიონერს, რომელიც ეს საქართველოს მასშტაბით ხარ, მე თბილისში პროექტში და 200,000 ცოტა მეტი პენსიონერი, მაგრამ მე მინდა ყველა შევხვდე. მე არ ვარ ის ადამიანი, რომ მინდა სკოლაში გება მარტო თბილისში გავყიდო, მინდა საქართველოს მასშტაბით ჩემი გულის მომავალი თაობა არის და იმიტომ რომ თუნდაც პენსიონერთა მიმართებაში თელი საქართველოს მასშტაბით და საკუთარ თბილისში ხდება საფრთხე, მაგრამ პენსიონერი ჩამო შეიძლება ყიდვა, ხო? და იქ არის ზუსტად თავი მიზანი, რომ რაც შეიძლება უკეთესი პირობები შეუქმნა როგორც უფროს თაობას, ისე უმცროს თაობას და საერთო ჯამში უნდა გავუყოთ ისე, რომ ყველა თაობას ქონდეს შესაბამისი პირობები, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება ცოტა გაუადვილოთ და ჯერ უნდა გადავარჩინოთ და მე უნდა ავაგრძელოთ ჩვენი ქვეყანაც. კი ბატონო, ძალიან კარგი, იმიტომ რომ ჩვენი პარტიის პროგრამაშიც არის ეს, ოღონდ ჩვენ ვეთხოვთ, რომ შეიქმნას სახელმწიფო აფთიაქები. და ნუ იგი
ფაქტორი გამოდის, სახელმწიფო აფთიაქი უნდა არსებობდეს მარტო თბილისშია, რომ მოეყოს ყველა საქართველოში სახელმწიფო აფთიაქები, სადაც არავითარ შემთხვევაში თქვათ ეს წამლები რომ ამობენ ფასდაკლებით პენსიონერს იქ იყოს ის ფასდაკლებაც იქ იყოს ყველაფერი იქ იყოს ოღონდ ყველა რეგიონში იყოს ყველა თითქმის ერთია მოსმე მართლა რომ თქვენი პროგრამას არ გავუსწრებიო არ ვიცი თქვენ და უბრალოდ არ ამიგიეკა უბრალოდ მე როგორც რეგისტრაცია გავიარე მაგ ეგრევე დავდექი როგორც მომივიდა გაია რეგისტრაცია დავდექი 10 წუთში დავწერე. მე გულში ისე დავწერე და მე როგორ შევადარე რაღაცა ეხლა შეხედულებები, იმიტომ რომ ეს ნამდვილად მასშტაბით ვლაპარაკობ, რომ გაიცნოს ყველგან სახელმწიფო აფთიაქი ყველა რეგიონში. აი თქვენ რასაც ძალიან მასშტაბით საუბრობთ, ხო? მეც აი ეგეთი ადამიანი ვიღა არ შემილია საზოგადოება შევიდე უკეთეს სკოლებს გაიგეთ რა თქმა უნდა ეს სკოლები თუ ჩემ ქვეყანაში მშიერი ადამიანი რომელსაც თუნდაც ვიღაცა წამალის ფული არ აქვს და სკოლები მეც მომწონს განვითარება რაც ეს ხდება რა თქმა უნდა განვითარება აი ძალიან ბევრი ძაღლის ხომ აი ძალიან კარგი პროგრამებს წარადგენ ხოლმე ეხლა რა ძალიან მომწონს ვიზუალურად არის ძალიან კარგი მაგრამ პური და სანახაობა ხო არ უნდა ვიყოთ მაგრამ როცა უნდა ვიზროთ ჩვენი გუნდის მომავალს ხო და ეს არის თავის თემა რომ მე არ ვიგებ თulis მიღებას აი ეს კამს გავინახე რაღაცა აი მაგაში თამამად შემიძლია დავიფიცო რებისმიერ ეკლესიაში რომ არც ვიცი თბილისის მერის რამდენი ეხება არ ჩამიხედი იმიტომ არ მაინტერესებს ჩემს თავი რა მეტი რეალური ბერეკეტი მქონდეს მეტი შესაძლებლობების აქვს ვითომდეს როდესაც ვიცი მანახო რომ ისტორიები წერეთ მეგობრებმა იმდენი კარგი რაღაც გავაკეთე ჩვენ ქვეყანაში და უფრო მეტი გვიდა იმიტომ რომ ერთხელ მოდიო ხა ცხოვრებაში და უფრო მეტი ქართული უნდა გავაკეთოთ ქართული ყოველთ ქართული რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგია მე ეს მომწონს ეს რაც თქვენი პროგრამაა ეს ამ საკითხებში ფაქტიურად ჩვენი პარტიები ეს დამთხევა არსებობს ესეთი საკითხები რაზეც მაგალითად ჩვენ მოვიჯობთ კიდაც ეს დღეს თვითონ ხელისუფლება რომ გამოდის ფსიქოტროპული არ შეიძლება გაიყენოს ხო იყოს ეს ფსიქოტროპული საჭირო ხო თავისთავად რომოს ჩვენ კომერციულს არ ვის გააყენებთ თუ აფთიაქი სახელმწიფო აფთიაქი არ იქნება უნდა გავყიდოს სახელმწიფო აფთიაქი მაგრამ ფსიქოტროპულიც იმიტომ რომ მოსახლეობა შეიძლება ვინა ესე ჩავთვალოთ ვინა ეს ამიტომ მართლაც ძალიან კაი პროგრამა ნუ ახლა თქვენ მარტო თბილისის მასშტაბით ლაპარაკობთ მე ახლა თბილისის მასშტაბით საუბრობ მაგრამ თბილისის მე მე უყურებ ყველა მხარეს იმიტომ ჩემი ქვეყანა შეუძლია ჩამოვიდეს და იყიდოსო პარტიულად მე იქაც უნდა გაიქცეს ეს სკოლის მიმართულებდა დაწყებაზე თქვი რა იქ ძალიან ბევრი რამ შემოხერხა აი თბილისის მესამე ჯობლეს სკოლაში ყვები შეტანა ხო ამიტომ თბილისის მე არ ყოფილა მაგრამ ბევრი რაღაცაში რასაც ვიცახდი მაქსიმუმ 7 თვეში ან მაქსიმუმ ზოგს ვარ ეს რომ მაქსიმუმ 7 თვეში მინიმუმ 1 თვეში ჩემი განცხადებები მქონდა სიტყვა სიტყვით და აკეთებ მე და თქვენ წარმოგიდგენთ შენ რომ მე რაღაცა ვერ შევძლო მარტო თბილისის მერის მხრიდან მაგრამ თქვენ მხარდაჭერა როგორც მეკითხა საზოგადოების რომ შეუძლია თბილისის მერის სკოლაში ყვება შეიტანოს განათლების სამინისტრო იქნება თუ ნებისმიერ სკოლის დირექტორი მაგაზე უარზე ვერ წამოვა მინიმუმ აქედან რომ დავუწყო და ჩემკე სამართლებრივად შეგვიძლია შეტანა ძალიან კაია უსურვოთ ეს საკითხებია სკოლის საკითხი და განათლების საკითხი არის გადასაწყვეტი აი მაგალითად მე მაქვს ესეთი კითხვა თქვენთან აი რას ვფერდებით ბაღთან დაკავშირებით ბავშვებს იმიტომ რომ დღეს ძალიან ცოტაა ბაღები და ძალიან ბევრი ბავშვები არის სახელმწიფო ბაღი ვერ აკმაყოფილებს ახლა თქვენ წარმოედგინეთ შეიძლება კონკრეტულად ვიქნებით ჩემი ბიჭი ის ბაღში ყვება ძალიან კარგია როგორც უცი თან ახალაშენებულ შენობებს კარგია ეს მაგრამ აი ჩვენ ვაკლია რა მოკლე ხა ერთ ნაში თქვა ოთახში როცა არის 50-60 ბავშვი და 20 რაღაც ფართები არ არის და ამიტომ ბაღები უნდა გაშენდეს ჩემი აზრით კიდევ უნდა დაააროს ბაღები შეგეს სკოლებზე უნივერსიტეტები გასაშენებელი კიდე არ არის იმიტომ რომ დღეს სადაც უყურებ ძირითადად არის პროპაგანდისტული ანუ ტელევიზიის პროპაგანდისტულია უნივერსიტეტის პროპაგანდისტულია და სკოლებზე ბაღებში ბავშვებს ვარაუდ მაგდენი არის მინდა ვერ მოკებენ ეგრეთ ჩალებში მაგით არ არის ბაღში ხდება ჩესული თორე ყველაფერი არის პროპაგანდისტული მასწავლებლები როგორ შეიძლება იყვნენ ოცნების ან ნაციების მხარეს ან უნივერსიტეტში ლექტორები ხო ძალიან ბევრი ვიცი მე პირადად ეხლა ძალიან ბევრი ვიცი როგორ გაშორებულს ყველა მხარეს ხო ეგ არის არ შეიძლება ეს ხალხი თუნდაც მამოებიც იყვნენ რომელიმე მხარეს ეს უნდა იყვნენ საქართველოს მხარეს უფლის მხარეზე და სწორად უნდა ბავშვებს ის თუნდაც საქართველოს ისტორია რომელიც სხვანაირად ისწავლება დღეს ეხლა მე მართალია სკოლაში სხვანაირად ვისწავლე ხო მაგრამ ჩემი მიზანი იყო რომ მეტი ცოდნები მიყო და სკოლის გარდა არის სხვა ლიტერატურები ამ ყოველში გავდო მე თქვენი ანალიზი და თქვენი ესე ვთქვათ უნარებით უნდა განსაჯოთ რა იყო სწორი და რა არ არის სწორი ხო
ამიტომ მარტო ბარბებს საშენებაა, ყველა საშენებაა. რატო ახლა წამოვწე ეს საკითხი? მე მინდა ესეთი რაღაცა გითხრათ რა, გაითვალისწინებთ, თქვენთვისაც კარგი. აი რა, თქმა უნდა გავითვალისწინებთ. მაგრამ გამასწინებთ მე რაც გავარანტო, ძროხები არ გაითვალისწინებთ. ახლა არის ახლა ადამიანის შეხედულება შეიძლება თქვას, რომ მე ეს ამნაჩნე პრიორიტეტად. ჩინეთში თქვა არის საბავშვო ბაღში ბავშვს ასწავლია თქვა აი ბრინჯაორი უნდა გაასუფთავოს როგორ თქვა თამაშით ასწავლიან საქმეს რა აი რაღაც პატარა ქვიშას აძლევენ თვითონ აშენებს რაღაცას და ეს ჩვენთან ახლა ბაღში განათლების მხრივ ახლა ბავშვი უფრო სათამაშოები და გართობის მხრივ არის გადასული მაგრამ მე მომეწონა ბავშვს შრომას აჩვევენ სწავლის მიმართულებით ჩვენ რაც კარგია ის უნდა ავიღოთ ხო სხვა ქვეყნიდან ეს გინდათ ევროპა, იმიტომ გვინდა ჩვენ რომ ცივილიზაცია მეტი შემოვიდეს, თქვა ის კულტურა, მაგრამ ბევრი რაღაცაში ჩვენი კულტურა ჯობია თქვა ევროპისას. მაგრამ რაც კარგია ეს ავიღოთ, მოდი ევროპიდანაც ავიღოთ, აზიიდანაც ავიღოთ. რაც კარგია ჩვენ განუსათარი გვაქვს, ამას ყველა უნდა შევდივართ. აი ბაღში მეთქი რაღაცა ესეთი ის რომ შემოიტანოთ ჩინელებს, აქვს ძალიან კარგი ის რომ ბავშვს ასწავლია შრომის სიყვარულს, სულ რა გააკეთო და ჩვენთან ბაღში ასწავლენ მარტო თამაში, ცეკვა, სიმღერა მე რასაც უნდა შეხება, ჩემი დიშვილი დადის ბაღში და მაგასაც ასწავლიან და ცეკვა თამაშს ასწავლიან და ყოველივე შრომით თემაშიც რა. რაც შეუძლია თუნდაც ხა ეს უშუალოდ არასდროს არ ყოფილა ისე რომ ბაღში დამაინტერესებდა რა იყო, იმიტომ რომ ისეთ პოლიტიკური ვითარება და პოლიტიკური სივრცეა რომ სულ აქციებზე ვდგავარ, ან სულ მთავრობას ვანცდავ, ან საქმეს მოვითხოვ რომ გააკეთო და ეს უშუალოდ ბაღთან ამხოლივე შეხება. ჩემი დიშვილი რასაც დადის, იმ ბაღის მე ყოფილი ვარ, იმიტომ თვითონ მასწავლებელსაც ვიცი რომ ძალიან წესია. ჩემი ბავშვი დადია ყოფილი ვარ ბაღისთან. ყველას აქვს ვიცი, ჩემს გულკითები. როგორია და ჩემი დიშვილი ხშირად იმ გუშინ წინ მიყავა გადასვლა და ჩემი დიშვილი თქმა რომ თამაში და თქმა უნდა ზედმეტ პორტალი ბავშვია, ვიც თამაშთავად უნდა მე მაგრამ მოწოს მე თვითონ კი იცი აი გიმი რაღაც მე ბავშვები როგორ არიან თქვია და ბავშვებიც კაი მე მასწავლე ნერვს გვარგის და არა თემ ყველა გიცნობს. Кайф. А уже чекай. ბავშვობიდან რომ მიეწვდეთ და აცაა მე პირადად 29 წლის ბიჭი ვარ, მაგრამ მამაჩემი ბავშვობიდან შრომობდი და ბავშვები მასწავლე შრომობს რომ დღეს რაც გამოჩნია, უმეტესად ბიჭებს აღარ მერტის წყალობით, ჩემი ოჯახის დაკვირდა და ჩემი შრომით მივიწეული რა. და ძალიან კარგ ხვდები იმას რომ შრომა ის თემა არის რომ აი წმენდ ბრძოლის შრომით ყველა მიზანს ვაღწევს. გამიკა ესეც უნდა იყოს და ну ჩვენ ეს თემა ვიტო წამოვწევი მეც ვიცება იქ უბრალოდ ის რომ ანა უხურება მიგე იქ ძალიან ბევრი ისეთი რაღაცები იყო რაც შეიძლება გადაუნერგოთ ჩვენთანაც და კარგი იქნება რომ ბავშვის განვითარებისთვის თქვა არაფერი არ ვითომ აშენებს რაღაცა კუბიკებს ბეტონს ასხავს თუ რაღაცა და რაღაც შრომას არ გოგოებს აი თქვა როგორ უნდა დაბანოს სათამაშო კლუბს განვითარებისთვის მეთქი ესეთი რაღაცები არის რომ რაც ამას ყურადღება უნდა მიექცეს. ეხლა მე შეხება მაქვს და ურთიერთობა საფრანგეთთან, მაგრამ იქ სოციალური საკითხთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, როგორ ხდება. მაგრამ ვისაც საშუალება აქვს ოჯახს ის იხდის თქვა დღეში რაღაც თანხას და საკვები მიდის რესტორნიდან. სხვათა შორის და არა რესტორნიდან მიდის საკვები. ვისაც არ აქვს საშუალება რომ თქვა არ შეუძლია ეს რაღაც გარკვეული თანხა გადაიხადოს იმასაც მისდის ჩვეულებრივად იგივე საკვები, ოღონდ სახელმწიფო აფინანსებს. ნუ თბილისის მერია დააფინანსებს, თუ სახელმწიფო ეს უკვე სხვა საკითხია. ხა რა თქმა უნდა თბილისის მერობის კანდიდატი ხარ, შეიძლება თქვა ეს საკითხი რომ ყველა ერთნაირი უნდა იყოს და ყველა მიდის რესტორნიდან, რომელსაც სახელმწიფო უხდის, იმიტომ ხას და ვისაც შესაძლებლობა აქვს, ხო, კაი ხელფასია და კარგად არის, ის იხდის იმ თანხას. ამიტომ იქ არავით არის ცხოვრება, ბავშვს თანხას არ ატანეს სკოლაში, რომ აი წახვიდი, წადი ხაჭაპური იყიდე, ამას არავით ხაჭაპური დღეს როგორ ხდება, ოჯახში გაკეთებული ხაჭაპურს არაფერი არ ჯობია, ამას ყველა მოდავთავ. ეგ თავის და ეგრე არის და ეხლა მეც თუ იმ მიზანს ვისაკავებ სკოლაში ყვება იყოს, ეს უნდა იყოს ნატურალური რა, არ მინდა ეხლა ხა ეს ზედმეტ შემოვა უნდა იყოს მაგრამ ნატურალური, შეიძლება ვიღაცა ხაჭაპურის იმ ხორს აღმოსავლეთ განსაჩვენებელი არც ეგ არა, უბრალოდ ხილი იქნება, ბოსტნეული იქნება, ასე ვთქვათ, ხორციც იქნება
იქნება ყველა მოსწავლე. ის წინასწარდება, სხვადასხვა კომენტარებში დამიწერა, რომ შენ როგორ წარმოგიდგენია, ჩახხმის ჭავდეთ კლასში ორა. ეს რაღაცა შეიძლება ბოქსები იქნება მეთქვი, ანუ ეს ყვალი იქნება ქვაბილეთებში. შეფუთული ბოქსები შევა, ხელი საკუთრივად საკუთრივ ყველანაირი. ამიტომ ზოგს ბავშვს შეიძლება სულ არ ეკრება ეს ხორცი, ხო? შეიძლება შობელი არის იქ, რა თქვა, იმ ბავშვს შეიძლება მიაწოდოს თორემ მაგაზე უფრო შორში რომ ეს ყვება გარდა იმისა რომ რამოდენიმე ადამიანი იქივი ნამდვილად უნდა იყოს თვითონ იმ მშობლებსაც მინდა სკოლაში სამოუთხოვო რომ თქვენივე შვილს რა საკვები რაციოს უდგენ სახში რომ ის მიწოდის გავითვალისწინოთ უკვე იმ სკოლებში და იმ ბავშვებისთვის რომ არ მოხდეს ისე რომ აი რაღაც არ ეჭიმოდეს ან რაღაცაზე ალერგია ქონდეს ან მეებზე რა თქმა უნდა ნაფიქრობა რომ ეს მოკლედ საუბრობთ დეტალურად გავაკეთოთ შემიძლია ვისაუბროთ ემიცელი არ ცოტა გავავრცოთ ეს საუბარი ჩვენ მოგებულებელმა გაიგოს მოკლედ როცა არის ახლა შეხვედრილს კი ამას მისცემთ მაგრამ იქ უკვე უხსნია თქო ეხლა ჩვენ მაყურებელს ამოსწრებთ ვიცით მაგრამ ნუ ცოტა გავშალოთ ეს ნუ გავხსნათ განმარტება მივცეთ რომ რას ითვალისწინებს თქვენი ეს პროგრამა რომელსაც უნდა წარადგინოთ სწორედ მოსახლეობაზე იქნება ტელევიზიებში გამოსვლა სხვათა შორის მეც რომ ვიყავ მერობის კანდიდატიც ჩამოკიდეს ყველა ტელევიზიები და მარტო ეცეგო გამიხადა და გიძახიშო და მე თქვი მამული საქმე მითხარით თემური და ის ობიექტივად ეს საკითხები არის ესეთი რომელიც უნდა მივიჟეროთ რა შეიძლება ახლა დასაქმების საკითხს მოდით ამ საკითხზე თავისთავად თქვენ გექნებათ აფიქრალი როგორ შეიძლება ჩვენი მოსახლეობა დავასახმოთ როგორ იქნება მათ ანაზღაურება და რა შეიძლება საქართველოში სამწუხაროდ არ გვაქვს ეს საათობრივი ანაზღაურება რა მე არც ევროპის მომხრე არც რუსეთის არც აფრიკის მომხრე არ მაგრამ სადაც კი რამე ეს კარგი გადმოვიდა თრის მე როგორც გავხდები სრული ბაქჯერ რო დეტალურად შევიდე ზუსტად ამის რო ვისახებასებია ხო იქ ხო დეტალებში მაგრამ სრული მაგრამ საათობრივი ანაზღაურება თბილისის მერიაში დაკვირვება სამსახურში შევქმნი და შევუწყე ხელი და კანონთან შევძელი პირდაპირ ეს უნდა იყოს გადამდები მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა სამსახურო საათობრივი ანაზღაურება ფაქტიურად ბევრად მეტი ხელფასი იქნება და როგორ შეიძლება ჯერ თუნდაც ისეთი დაბალი იყოს ანაზღაურება როგორც დღეს ძალიან ბევრად გასაეს რა მე მაგალითად კომენტარები საათობრივი ანაზღაურებთან დაკავშირებით ხელმოწერას როგორც ჯგუფი მოდა შექმნით და ვიკითხოთ რამდენი ყველაზე დაბალი ხელფასი რა გაიგია თუ რა გავხდით ხალხი 253 რას მიწერდა დედას პიცა ვიქცე და მე ვარ ვუყურებ და პირადში მივწერე ხო შეგეშალ ერთი ნომერი ხوار დაგემატება არა თემ მართლა და რამოდენიმე სკრინები გამომიგზავნეს მანაქს რა ჩარჩო 50 რა არის ასწავლის ხელფასი აი ფული ზედავსა რომ დაფასება რო არა ეხლა როგორც ასეთი ძალიან ბევრი აქციის მშენებლობას ვაპირებ რა მაგრამ თემა ის არის რომ ყველა მიმართულებით უნდა ვიბრძოთ ან იურისტების ძალიან ჯგუფი ყავს რა ეს წლების განმავლობაში რომ პოლიტიკას პარაზევა მაგ ისეთი ადამიანის გაუყიდავი არის ზუსტ ეს ადამიანები დამეხმარა სამომრიგო ყველა მიზნის მიხედვითში სამართალ მიმართულებით რაც რა და აი დასაქმება მაგალითად მიწერია 612,000 ადამიანზე რა აი დღეს ერთმანეთს ჭამენ ერთმანეთს ლიცინებენ ოცნება გინანაცები გინდა თუ სხვა პარტიები თუ ორგანიზაციები ხალხო ცოტა დაუფიქრეთ ერთმანეთს დასაჭმელი დროს საერთოდ როცა 612,000 მარტოს 20 უცხოებს ხო ხო და ამ ადამიანებს გარდა კოოპერაციის გაუმჯობესებისა და ფინანსური დახმარების გაზრდისა, ხო, აუცილებლად ფილმის ის მერია მიზნობა თითო ოჯახი თვითონაც წამოშელა, ყველა ადამიანს არ უნდა მუშაობა მესმის ესეც, ხო? მაგრამ ფილმის მერია საკმაოდ სამსახურები ამის გარდა კიდევ უფრო რამოდენიმე სამსახურის გაკეთებას, ეხლა ეკოლოგიურთან მიმართებაშიც გვაქვს ჩვენი პროგრამები, ამაში უფრო არ გავაკეთე, იმიტომ რომ ის ძალიან დიდი თემაა და შეიძლება სადღაც რომ მივიღოთ ძალიან წაკითხავდეს ესეთ მუშაობის են დავწერეთ თანახმად ეკოლოგიის მიმართებაში გადასამუშავებელი თემები გვჭირდება აუცილებლად ქვეყანაში, იმიტომ რომ საზღვარგარეთიდან ან სხვა ქვეყნიდან ჩინეთი იქნება ესპანეთი რამოდენიმე ქვეყნა ვიღოთ მაგალითად ბორდიულებს, ბოჭკიტებს, ელემენტარული ასე ვთქვათ, ვიცით ყველასაც ნიშნავს წოლიერი პოლიცია საზღვრის ენაზე. ხო და ამის წარმოება შეგვიძლია საქართველოში რა, წარმოება მინდა გავაკეთო რამოდენიმე მიმართულებით რა, რომ ეს ასე ვთქვათ, პროდუქციები რაც არის რის შესაძლებლობა იქნება, ხო, ყველაფერი ვაწარმოებთ ჩვენ ქვეყანაში. თბილისის მერს ასე შეიძლება
საზოგადოება ვერ მიხვდეს როგორ შეიძლება ჩავერთო პოლიტიკურ საკითხში, მაგრამ ჩემი მხრიდან ხელი შეწყობა რო იქნება შემეძლება გავაკეთოთ თბილისის მერის გრანტები კონკრეტულ მიმართულებებზე, ხო იმედად ჭიქის კეთებაზე, ფანის კეთებაზე, მოკლედ ბევრ რაღაცას. და ეს არის რომ გრანტები და რაღაცებს რო გამიმართულებით, მაგრამ იქ სანგრანტი გაიცემა უნდა იყოს ის კონკრეტულად როგორ უნდა მთელი პროექტი უნდა იყოს დაწერილი, რამდენ ადამიანზე დასაქმება, რამდენად შეიძლება კონკრეტულ ქარხანას წარმოადგენს რაღაცების და რითი აპირებს ანუ ყველაფერი და მაგის მერე თბილისის მერიდან და გრანტების მხრივ მიუყვებით და დასაქმებას ეგ ცალკე თემა იქნება და 678,000 ადამიანი და უშუალოდ მე მივიდოდი თბილისის მერის სამყარო ძალიან ბევრი ადამიანი იმიტომ რომ თბილისის მერას იმდენი კონკრეტული სამსახურები რომ ჩავხუროს გავუძოთ შეიძლება რაღაც გამოუჩეს კიდევაც მაგრამ თემაში გვაქვს შესაძლებლობები არ ყველას ამიტომაც დასაქმებაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია იმიტომ რომ აი სოციალურ პრობლემას დასაუბრე რომ ეს ადამიანები ან არჩევნამდე აქცენტებად ხოლმე და მაშინ მიოთხომა ეს საჭირო პროდუქტები საკვები და ახლა ვაუჩერები ხოლმე აი რაც დაცინვა არის ხო ჩემი პირადად დაცინვა არის საზოგადოების როდესაც სახელმწიფო დიდარი სახელმწიფოა ყველაფერმა მაგრამ ამ ყაჩაღების გარეშე სკერზე ვართ მინუსებში რომ მოგიასებო მაგასაც სწორედ ჩვენც მაგას ვამბობთ რომ დიდარ სახელმწიფოში ღარიბი მოსახლეობა ყავს მეტი მაგაზებო სწორედ აქცენტებული და შორტაშორის ეხა ამას ვაკეთებ ამ ყველაფერს რა მე და ჩემი მეგობრების ფერდობ არც ერთ ჩვენთან ბიზნესმენი არ არის რა 26 ბიზნესმენთან ვიყავი მისული რომ თელი ამ საზოგადოებაში ხედავთ რამდენი გამოდევ ერთი წყალს საზოგადოების ჩართული ხელი გამიმართება და ყო არ ვიძახე ფული მომიცით ველოდე ბანები დამიგეთნე ეს დამლაყან ლაივად თუ რაღაც მოწოს და 1000 დამიჩს მე კიდე პროექტებს გამიგეთეს ეს შინაური მოხდა იმიტომ მე ფული არ მინდა თქვენგან მე მინდა მეთქვა ელემენტური რაღაცა მქონდეს ხარჯი დასარიგებ ფლაიერი დამიგებ ფლაიერი შემოწიეთ თუ ეგრე არის რომ თუ არ მინდა მოცნებაში და გამოჩნდა რაღაცა დამჭირდეს ქეში მეთქვა ფონს კარტას განდა და ცირად ჩვენაც ჩვენაც თამაში. ეს მაგჩები შავი ბროკოლოდი, ზე მინუსი ერთ-ერთი ბიზნესმენი მეორე რა გააკეთე. რაზე თუმცა რა ჩაწერე. შენ სახელმწიფოს გვერდზე მინუსი მეტი. ეგ რას ნიშნავს? იმას ნიშნავს მე რომ მე რო ვარ შენ აშეკრეში ისრომები წესიერად. მაგრამ ზედმეტში არ ამით, იმიტომ ჩემი რელისთვის მოვდივარ მითი, არა იმისთვის რომ 20-დან ნაცებს ვიმსახურო მე პირადად ვეთქ. ესე გავხდა. ვიხდა ასე ვუბრობდი უკვე. შეიძლება ქონდეს, მაგრამ ის პოლიტიკოსი არ გიჩვენებს. რას? მომავალ თქვენ. აი, მაგე მე მოვიდოდი ეს რა გასაგები ბევრი ბიზნესმენი ყავს ქვეყანაში. მე პირადად ბიზნესში ვუწყობთ. ბიზნესში ვუწყობთ ხელს, ყველანი ბიზნესმენს, რომელსაც თუნდაც ხელფას თავზე ჩაურიცხავს თავის გადასაკმებულ ადამიანს. ხელი შეუწყობს იმაში კი არა რომ ჯარიმებზე ყავდეს ეს ადამიანი ძალიან ბევრ სამსახურში მიმუშავია რომ სამწუხაროდ დაგვერდი 10 წუთი 50 რალი იყო 1 საათი 150 რალი ესეთი ჯარიმები იყო და იმას კი არ ფიქრობდი რომ დაგვერდებზე კი არა პირიქით ადამიანი რომ თავზე გამოსა იმაზე ბონუსები გასცე და დღეს ყველა წუწუნებს იმაზე რომ აი ხელფას ვერ შეგიძლია რაღაცა მეც რა ვიქა 160 სამსახურში მაგრამ ამაში თუნდაც ეხა ჩამოწევ საფრთხეები ყველა სამსახურს ხო მეძეც ვარ ღირო თქვა ეს არის სამსახურის დამუშავება ყველგან არის ერთი რაღაცები რომ ფულზეა პრობლემა ყველგან არის ხელფას მიგვიანებენ და აი საერთოდ ჯამში ქნის იმ მონოპოლურ თემას რომ მე ადამიანები ბანკინას ეს ხსიგებს ამას მე ეს მოგაბოში იქ ვეღარ იქნის ფული შეეჭება რაღაცას დაძებდა საერთოდ ჯამში ვიდოთ დონხავს აი აჯავსა და გადავსა ძალიან მოს მაგრამ მოხდები რა კონტექსტი ვსაუბრობ რომ ერთ მეორეზე არის ჯაჭვად ეს ყველაფერი რა და ბიზნეს რა თქმა უნდა ხელშეწყობა იქნება ბიზნეს კი არა ხელოვან ადამიანებსაც ექნება ხელშეწყობა სპორტსმენებს ხო განსაკუთრებით ხელშეწყობა იყო იმიტომაც 3 მილიონი არა ვარ თქვენ თქვით 1,200,000 მე ვეროთ ნაკლებიც მაგრამ 1,200,000 და თემ სოფლიოში ყველაზე ჯანმრთელები და ძალოსან სპორტში პირველები ვართ ხო ხო და ეს არის ზოგადად მე ძალიან გული დავსწა ის პატივცემი რომ წავიდა იქ ქართულოს თემაში და რაღაცებს ვაუბრებ არ მოვიდა პირველ გენოზე ძალიან გული დავსწა მართლა იგივე დათუნაშვილზე დავსწა გული რაც მოძრაობაში იყო წინა არჩევში იკა გოლანიასთან რა იმას ისაც ვიქნი მაშინ რომ საკმაოდ ბევრი ახალები ხდება რომ მეთქი ძალიან გული დავსწა მეთქი რომ ბიჭებო როგორც მუშაობდა სპორტსმენია ბავშვები და ზუსტად ვიცი რა არის სპორტსმენი თავარი რა და გული დავსწა იმიტომ რომ პოლიტიკაში სწავლობდი რა ეს ხოდა არჩია როელაძე იყო ის ძმები ვარ ფეხბურთელი ერთ-ერთი მოწმობა განაცხადა პოლიტიკაში მიხარ ფაქტობრივად შემგუშავდა ნახევარს ხასუსნე ზუსტად ეგრე მოხდა რომ ვინჩი ვიბზი ქართული ინტერესების გამო და ეს ძალიან ჩვენ ხედავთ აქ ეს მომოვიდა თქვენ თუ გააკეთეთ პარტიამ თქვენ რო გააკეთებთ მე პირადად ვერჩ დაგიგებული და მაშინ დიდი კალავერტები მქონდა ერთ დაწაკრზე 10-15,000 კაცი გამოდოდა ხოლმე გარეთ მინიმუმ ნახევარს შევდივართ
მილიონერას 1000 ვარ წეხა კიდე მაგას ვიდეო ხაზი გავუძო ჩაივიწყო საზოგადოებრივ თავში რომ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე გავარ და თემდევრა უბრალოდ ის არის რომ მილიონიანი ნახვები მქონდა ხოლმე და რა იმიტომ სუფთა ქართულს ვაკეთებდა სუფთა ქართულს ვაკეთებდა მილიონური ნახვი მქონდა მაგრამ ის უნდა ყოველთვის გვერდებს იმიტომაც მიქნა პრობლემის და იმიტომ რომ ცოტა იმით რომ თქვენთვის მოვდივა რა რომ უკეთესი მომავალი შექმნა რა ყველა მხარეს უნდა შევეყოთ რა ხელშეწყობა იქნება რა თქმა უნდა ყველას მაგრამ ექში ყველა მოიწოდეს რომ შრომელადან უნდა დააკვირდეს ეხლა ვიღაცას ცოტა შორეულ ისტორიაში წავით ვიღაცას სტალინი არ მოსწონდა ვიღაცას ჰიტლერი არ მოსწონდა მაგრამ ამ ორივეს ხონდა სამხედრო რეფორმებიც შრომელთა კლასის რეფორმებიც ხონდა ორივე მიცოდა საიდან უნდა წებულო სახელმწიფო სიძლიერე შენ თუ შრომელ ადამიანს არ დააფასებ შენ თუ შენ სამხედრო შეერაგება ასე ვთქვათ სამხედრო მზადდება ძლიერი არ გექნება ხო ვერაფერს ვერ გავაკეთებ ქვეყანაში მით უმეტეს ანუ კი თბილისი კავკასიის გული ვარ ჩემი პირადი აზრით საქართველოს საერთოდ ძალიან მაგარი ადგილასაა მაგრამ ამავდროულად გეოპოლიტიკურადაც ვიფიქროთ ხო ნუ ვიქოთ იმაზე რომ ჩვენ უნდა დავუწყოთ წარმოება ჩვენ უნდა გქონდეს შრომელთა კლასზე მაქსიმუმ დახმარება და უნდა გქონდეს სამხედრო რეფორმები ეხლა სამხედრო რეფორმებზე გამახსენდა რა სამხედრო გაკეთებას რატო ვითხოვდი რა ხა ჯარიმა გავლები ყველა ჯარისკაცს დამეთანხმება იმ კონკრეტულ საკითხში რომ კარგია ჯარი როცა კარგი ხო შეერაგებს კაი დაწუხილები არიან მაგრამ ერთ ყოველთვის შეიძლება პარტიზანული ბრძოლის 640,000 მოსწავლე ხო ყავს რა ქვეყანაში რა ყოველ მაგას უბრალოდ ჯარის გაკეთება ჩატარებული იყო და კარდებადიაც მეტის ცხოვრება სეზონჭარო ძალიან ბევრ სკოლაში და როდესაც საკითხი მინდა ბაზრული გადავხადო ძალიან ბევრ მამაოს საქართველოს არ დავასრულებ თვითონ თხოვეს და ჯარისკაცებსაც ვინც ჩაერთვნენ გვერდში დამფრინვაში მაგრად ჩემი სტიკერიც კი ხონდა სამხედრო ბაზებზე აკრავდნენ ბიჭები რომ ბოლომდე გავაკეთეთ ეს საქმე რომ რას გულისხმობ რომ ნახეთ სამხედრო გაკეთილები პირდაპირ ნიშნავს რომ საზოგადოება მზად არის პატარა ელემენტი გარშემო პირდაპირ ტურები ყავს ჩემი პირადი აზრით ყველა მტერი მაგრამ ყველასთან რა თქმა უნდა დიპლომატია ახლაცა საომორთაც და ჯარის გვერდში ყოველთვის უჩს მომაგრდეს მომავალი თაობა რომელიც უკვე გზადყოფნაში იქნება რომ შეიძლება ქვეყნის დასაცავად არ წავიდეს მით უმეტეს ისეთი თუნდაც ეხა ისო ყავს მეცნიერება ეს და რაზეულობრივ დისკურსია აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცებს საუბრობ გირსებს საუბრობ რა ის იაგორო მამის ჯარში არ წასულიყო მომავალი თაობა ამან მინდა თუ არა საკუთარი რელიგია შოუ ეს რომ მაგის ჯარში თავი დაექცინა ხო და პირიქით ეგ არის ელის დემორალიზაცია და მე ვფიქრობ ეს უკეთესი მომავალისათვის რომ მომავალი თაობა შეიძლება ქვეყანის დასაცავად არ გადადგას ეს ნაბიჯი ოჯახი აჩერებდეს ცოლი შვილი მესმის ხო მაგრამ თავის ოჯახის დაცვა შეიძლება ღმერთმა არ დაიგოს ტელი შემოვიდეს აკა ყოველ ჩვენთაგან მოვიუნო ვის არ მოჩვენს სხვა ქვეყნის მოგოლა ყველა მოსაკლავი იქნება სარებზე იქნება პირობას და და შეიძლება პირიქით მეტეოროლოგი დღის წესრიგი ხელშეწყობა ყველაფერს ახლა ერთი კითხვა გამიშთა ახლა ახლა უკვე მივედით ახლა არ ყველაფერზე ყურსაუბრობ არ მოვედით არაფერს გართან დაკავშირებით ჩამოვარდა ეს საკითხი იმიტომ რომ ჩვენ პროგრამა შეხედულება გვაქვს ამ ჯარებთან დაკავშირებით რას ეკუთვნით გუგლი გამოწვევს ჯარს რა თქმა უნდა ვისაც სული მაგრამ ჩვენ პროგრამაში ჩვენ მაგ ესეთი სულ გუგლი მოუწევთ უნდა გაიარო რაღაც თქო სამთვიანი კურსი იქნება სამთვიანი კურსი გენდერული თანასწორობა რომ უნდა იმიტომ რომ გენდერული თანასწორობა ეს გაიხადეს რაღაცა ეს რომ გენდერული თანასწორობა მარტო პოლიტიკაში უნდა და კაბინეტებში ჯდომა სულ ყველაფერს თავი დავანებოთ ღმერთმა გვაცილოს სონი მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ქალები ყოველთვის კაცების გვერდზე იდგნენ ეს ისტორიულად და ბევრ საკითხს დავდავდნენ სულ ყველაფერს თავი დავანებოთ დაჭირ ადამიანს გადახვევა უნდა რაღაც მოვლა უნდა წყალზე ელემენტარული პირველადი დახმარებები უნდა დააკეთოს და რატომაც არა სრულად ისწავლო რა არის ამაში ცუდი რომ დაინახოს სიტყვაზე ავტომატურად რაღაცა ეს არ უნდა შეეშინდეს უნდა იცოდეს მისი გამოყენება იმიტომ რომ ჩვენ ტრების ირგვლივ ვართ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენ პროგრამას ისევ გუგლიც გავიწვიოთ ახლა შეიძლება ის ვერ ვასწავლოთ რასაც რაღაცებს ვასწავლოთ მაგრამ მომზადება იცოდეთ დისციპლინა იცოდეთ შეიძლება ყველაფერში რა ეხა მე პირადად ყავს 6 მეგობარი გოგო რა ე ლოგიკა სხვადასხვა ვითარებში გავიცანი მაგრამ 6-ვეს და მართლაც მაგაც 6-ვე ჯარში არიან და ისევ არიან პირიქით თებო მიაწექი ყველა ჯარში. ახლა შეიძლება ვიღაცა რაღაც პრობლემა იყოს, როგორც ბიჭის ეგოგოს ჯარში ვერ წავიდეს, მაგრამ ელემენტარული სწავლება ტარდებოდეს, როგორც მე პაკისტანამდე არ პირიქით მომხდეწავ, იმიტომ რომ
კაცები რომ იბრძოდნენ თავის დროზე ქალები თავის შვილებს უვლიდნენ და ასწავლდნენ იმ ბრძოლასაც, იმ შეხედულებასაც და იმ პატრიოტიზმსაც დედები უდევდა. რავი, დედები ვარ ყოფილდეს, წარმოგიდგენთ რა დეში ვიკლებოდი და ჩვენ დედები და ზოგადად ქალების დამსახურება თუნდაც რომ ამდენს ვაკეთებთ რა, ეხლა მე ძალიან მგონია და ჩემს ბებია ჩემს ბებია ბაბუის გაზდილი ვარ. ეს ხდება საქართველოს. ხო და ეს არის რომ პირიქით, რა თქმა უნდა, მანდილოსნები, რა თქმა უნდა, დაფასება და რა თქმა უნდა, მანდილოსნებს უნდა ქონდეს შესაძლებლობა, ეხლა შეიძლება ვერ დავავალდებულოთ პირველ ეტაპზე ყოველი მათგანი, მაგრამ ვისაც სრული იქნება, ხო, რა თქმა უნდა, ისტორია სკოლებში მაგალითად, რაც დასავლეთ სამხედროს მანდილოსნების ისმენ. ხო და ელემენტარული ხა კაცი რომ მოობს, მანდილოსმა მინიმუმ გადახოვა პინტის უნდა იცოდეს და ეგეთი რაღაცა თქვენ თაობაში უფრო იყო რომ ბიჭები იურისტები რო ყოფილიყვნენ, მანდილოსნები უფრო ექიმები, ხო? და ნუ მარტო ექიმები და იგი არა, მაგრამ ჩვენ ხო ქართველმა ქალმა გადაგვარჩინა, ხო? ეს ისტორიულია და ჩვენ ქართველებს რო გვასწავლიან დღეს ახლა ეცეთ რა არის, აი ქალს პატივი ეცეთ. ჩვენთან ხალი რო სუფრაზე იჯდა და ხალი მამდელს რო ჩააგდებდა იქ ქართველი არ იყო თავამფე. ქართველი არ იყო პრეზიდენტი არ იყო. აი ეს ხალი და ევროპა გვასწავლეს ეს ხალი როგორც პატივი და ისტორიულად კიდე 2018 წელს 6 ხალი ყავდა დეპუტატი. რადგანაც ამერიკაში და ევროპაში ხალხს ხმის უფლებასაც კი არაძლევდა. ჩვენ 2018 წელს 6 დეპუტატი ყავდა საქართველოს პარლამენტში, მაშინ პარლამენტში. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, ესე იგი ჩვენთან ხალი დაფასებულები, პლუს ამას ვავიღოთ ჩვენი ყველაფერი დედამიწა, დედაბუძი, დედაბუნება, ყველაფერი დედაენა და ყველაფერი ხალხზე და დედის ირგვლივ მოტრიალებს. ამიტომ ჩვენთან გენდერული თანასწორობას დღეს რო ყვირის ევროპა, ჩვენთან ეს უკვე საუკუნეების განმავლობაში მოდის და ხალის დიდი პატივისცემა იყო ყოველთვის საქართველოში. აი ეს არის რომ ჩემი სურვილი რომ ხალხმაც იგრძნოს ის დღევანდელმა ხალებმა რომ მათაც პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს წინაშე. დღეს და ნამდვილადაც აქვს პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მომავალი დედები არის. ხო, მარტო დედები კი არა, უყურეთ ახლა თქვენ რა. მარტო დედები არის, პირველი დედაპოლიტიკაში ხარ და პოლიტიკას აპირებთ გაყვეთ ამ მიმართულებით, ხომ ესეა? მე ვფიქრობ ჩემი გულის გადაც კარგი იქნება მაგრამ კი არა, ნუ მე მინდა ახლა პოლიტიკაში ხარ, იმიტომ რომ უბერობის კანდიდატი ხარ დაყენებული პარტიიდან, მამულენას არქილობიდან თავისთავად ახლა ეს საკითხი უნდა ვიბრძოლოთ ამ საკითხებზე, ხო? სკოლაში ნუ ოჯახში ბებია, დედა, ესენისდიან, ხო? ბაღში ხალები არიან მასწავლებლები, სკოლაში 90% ხალები არიან მასწავლებლები, უმაღლეს სასწავლებლებში 70-80%-ია ხალები ასწავლებლები. ამიტომ ჩვენ რო შევხედოთ ფაქტიურად ჩვენთან ხალები კი არიან დაჩაგულები, კაცები თუ დაჩაგულები არიან, ხო? და ამიტომ ხალხზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ის როგორ გაზრდის პატრიოტად, ხო? პატრიოტად იზრდება ოჯახში, მე საბავშვო ბაღში და შემდგომ ესე მიდის ყოველს ყველაფერი და თუ კაცი არის დამნაშავე რამეში ემოზალადე კაცები რო არიან ისიც ქალის ბრალია მე ესე ვამბობ იმიტომ რომ ვერ გაზარდეს ესეთი როგორც საჭირო რომ ხალხს პატივისცეს. აკა შორე მოვიდოდ გეთაქვი მაგრამ თემაში ჯობია კონკრეტულ რაღაცებზე ვიფიქროთ იმიტომ რომ ხალხზე ძალოთ ასეთი კაცი არ ვამახოთ ეს ერთი. მეორე ერთი ხა რამოდენიმე დღის წინ ხარ დავასწრებ გოგოს სახელოს მაგრამ ბავშვი იძალა და გირაოსთან გამოუშვეს 3000 თუ რაღაც როგორც მაქსიმუმ როგორც წავიგით უბრალოდ და იგივე რაღაც მუხლით ზოგს უცნედაცნიანი ვიდეოების. ხო და მე დიდი მოსამართლობა რეალურად სასამართლო საუბარი არ ყავს მაგრამ თემაში ის არის რომ ჩვენ გენდერულ თანასწორობამდე მე მაგისტრავი და საქართველოს თანაბარია და მოდით ამ საკითხში ჯარის მიმართულებითაც მეთქი იყოს ეს იყოს პრობლემა რაც დედადგეს ქალები პირიქით უკეთესია იმიტომ რომ იქ არ უნდა მოხდეს სწორედ ის გინდაც ხალი რო იჯდება იქ ყაზარმა იქნება თუ რა ქვია ხა არ ვიცი მე ზის იქ ერთად მიირთმევენ საკვები იქნება თუ რაღაცა იქნება იქ არ მოხდება ესეთი შეურაცხყოფელი სიტყვების თქმა სწორედ ჩვენ ქართველებს ეს კულტურაში ხალი როზის სუფრას და თავს ვიკავთ და მამაკაცები როზის ხალხი ეხუმრო რაღაცა თქვა ეს მაგრამ ხალი ეს კულტურა და ხალი როცა არის მაგიდასთან და სუფრასთან იქ არც ჭუბი ხდება უფრო თავს ვიკავებენ ხალბატონი არის და ამას ჩვენ ძალიან ეგრეა მარტო კაბინეტებში ხომ არ არის ეს ყველაფერი განაწილებული რა მინდოდა ახლა რაღაცა მივხვდით გენდერულ მიმართულებასაც ალბათ თქვენ უკვე განსაზღვრული გაქვთ კაბინეტი ხო მეურის კაბინეტი თქვათ ვიცე-მერი, მერი და ასე შემდეგ ეს ამ მიმართულებითაც
ამ თქვენ პარტიაში, კონკრეტულად თქვენ პარტიაში რამდენი ხალი ყავთ დასახელებული კანდიდატი? აი, მოდი აქედან მხარდაჭერას გამოვცხადებ რა. ბათუმში ყავს მაგალითად ამნო მიქელაც. დამაგარი გოგო არის, ეროვნული გოგო არის, ორწმუნე ოჯახიდან არის და საკმაოდ ცნობადი არის. ბათუმზე არ ქონდეს გაფრთხილება, კაცი ყოველ თუ ხალი ყოფილიყო, უბრალოდ თაგუნრავებიდან ეგრევე, იმიტომ რომ ძალიან მაგარი გოგოა, ბათუმის ყველა პრობლემა იცის და ზუსტად ვარ იმაში დარწმუნებული, რომ ბათუმში ეს მერობის კანდიდატი. კი, მერობის კანდიდატი. ალბათ მე პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ მე მე პირიქით, იმიტომ დავსვეს კითხვა, რომ კანდიდატები რამდენი ყავთ მეთქი, ინა საკრებულოში, ინა მერობის კანდიდატი. ეგას შეიძლება ვერ საკრებულო არ მახსოვს, ხო, არა, საშუალოდ რამდენი პროცენტია, 30, 40%, 10%, დაახლოებით ის რა. ზუსტად შეიძლება ამ მომენტში ვერ გაიცნოთ, მაგრამ ესე იგი თქვენთან არ არის იმის პრობლემა, რომ თქვა ქალები იყვნენ კანდიდატები, ინა საკრებულოში, ინა ზოგიერთ პარტიაში. არიან თქვა სუკაცები არიან, დასახელებული და ძალიან კარგი არის, ოდესაც კაცებს აქვთ ხოლმე ის თემა, რომ აი შემართება აქვთ მე საქმის კეთება. მაგრამ აი ახლა მე ერთი ბიჭი ვარ, ფიქრობ რა თქმა უნდა, თქვენ მეგობრებო, ჩემ მეგობრებო უკეთესად იფიქრებს. იგივე ფიქრობ მანდროსად მიმართავს კაცის განადა და მანდროსის გონებას. ერთად უკეთეს ფიქრობს და უკეთესად გააკეთებს. მაგიტომაც ბათუმში არის მანდროსანი, რომელსაც აბსოლუტური მხარდაჭერა არჩევნებზე პირველი ნომერი გააფერეთ, მამული ინას აწმუნებო მეგობრებო, დაუჭერთ ხარი, ვინც კი მისოთ, გულწრფელად გამოვებით, შეგიძლიათ ედოთ მასიც. ამავდროულად პოსტს აქაც რამოდენიმე მაჟორიტარი, ერთ-ერთი ხელოვანი არის მაგალითად ქეთი. ძალიან მაგარი გოგო არის. მაჟორიტარულად დამოუწეს იმალეკ გულწრფელად ბოდიში ქეთი, მაგრამ ისეთი მაგარი გოგო არის, სამი შვილის დედა არის. ოჯახი ყავს ძალიან კარგი. თვითონ ხელოვანი არის, მომღერალი არის, ანუ ჩვენ ძალიან ბევრი მანდროს აგვიდგას გვერდში. უბრალოდ ერთმანეთს უდროებით და რეალურად პოლიტიკური პარტია კი არის, მაგრამ ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტია მაგუნენას აწმუნებენ, მაგრამ როგორც ასეთი პოლიტიკური პარტია არა უყოთ ოჯახიათ თუ არ იმიტომ რომ იმაზე ვფიქრობთ რა გავაკეთოთ კარგი, იმიტომ რომ არ მიინტერესებთ ზედმეტ რაღაცებს. თუმცა ყოველ ჩვენ ეს უკეთესი დეობა. ну, ჩემთვის სულად მისაღებია, მე უბრალოდ მაინტერესებს რამდენი პროცენტი იყო დაახლოებით. ანუ დაახლოებით 40% არის მაქსიმალური, რომ თქვენ პირიქით კარგია. მე მაგის მომენტოდა, რომ ეგ მაინტერესებდა პროცენტულობაზე, როგორ აქვს. თუმცა ზოგადად მე მაგალითად წინააღმდეგი ვიყავი, როცა კოტები შემოიღეს. მე კავდები ყოველ მესამე მაგაზე გირჩვა, ეცა მე კოტებს კაი რაღაც გამახსენე. ეს რო არის ეს გირჩი, რა? მე და ჯაფარ ხოერთად რომ ჯაფარი გავიდა ამ კოტებში უარი დაუჭირა ქართულ ოცნებას. ხო, ხედავთ ფაქტობ, ძალიან შეერაგებული გავდო როში. ვაკ, სადღაც დებატები, იმედია ყველას დამიჯერეთ. ჯერ არ იცი რამდენი რაღაცა ვიცით. ამიტომ ეს ძალიან კარგია, როცა კოტებზე არ ლაპარაკი, იმიტომ თუ ხალები არიან, მეტნი იყვნენ ბატონო, პირიქით, მიესალმებით ჩვენ მაგას, იყვნენ აქტიურები, იყვნენ, გამოვიდნენ ასპარეზზე თქვა თავისი თქვა, იმიტომ რომ ქალის ფსიქოლოგია ესეა შექმნის ადამიანის განროლებისკენ არის შექმნილი და ადამიანის სიყვარულისკენ არის შექმნილი, რომ ეს შობადობაზე და ასე. პირიქით, ჩვენ მოხარულები ვართ, მაგის მომდოდა რომ აი ეს რამონად არის. აი, ცოტა ისე წამოხვიდე რა, აზრის ხარო, რომ მეთქი ქართული მენტალიტეტი გარკვეული ეხა ეკეთება. ну თავზე მე ესეთი კითხვა დავსვა რომ მე მაყურებელმა გასას ნებისმიერი კითხვა შეგიძლიათ თუ მარტომედა შეხედავთ და წე მაგასაც გავცეთ პასუხს არ არის ჩვენ შეიძლება ცალკე ვისაუბროთ რაღაცა კონდეს საუბარ რაღაც თემებთან დაკავშირებით მაგრამ მაყურებელთან აუცილებელია ხოლმე სწორედ იგივე თქვენი პარტიის წარმომადგენელი მოლესონდა ხოლმე ბევრ რაღაცა ვიცი მაგრამ ზოგჯერ ისეთ კითხვას უსვავ ახლა იცის და რატომ ისვავს მაგრამ მაყურებელმა ხო არის ეს მე დავიშვა არ არის პრობლემა ესეთი კითხვები უნდა დავსვათ და უნდა ვიცოდეთ ეხლა აი სწორედ ამ გირჩი გაიცანეთ ეხლა ესეთ ეს შემოვიდა რაღაცა ტრენდივით არის ტრენდის შემოიღეს პარლამენტური სიტყვები რა და მე ესეთი მოდა გამოვიდა ესეთი რომ თითქმის ყველა გადავიდა და გამოყავთ მამაოები ხოლმე ასპარეზზე ეს მამაო მემიჯერს ხარს ეს მამაო ვთქვათ ქართულ ოცნებას უჭერს ვთქვათ ილია მეორე და ვთქვათ პატრიარქის მოსახლეობ ხარს გირჩი გამოდის და მამაო გამოყავს ტელევიზიით რომ ეს მიჭერს ხარს თქვენც ალბათ გეყოლებათ ესეთი მამაო ანუ სამრეული ან ვიღა რომელთანაც ვთქვათ
თქვენი მხარდამჭერია. ერთი თავიდან დავუწევთ, რომ მართლმადიდებლები ქრისტიანი ვართ. ხო, ნუ ძალიან კარგია, იმას ნიშნავს, რომ ჩემი მამა უნდა მყავდეს. სადაც რა ახსენებას უწოვარ და ვინც გვერდში დაგეკე. ყველა შეიძლება არქიტექტურის საერთოდ კონკრეტულ საკითხებში, მაგრამ როგორც კი გაიგეს ეს ნაბიჯი გადავთქვი, ძალიან ბევრი მომუშავე, რომ მithumetes 96,000 თითქმის 100,000 თემოცა ქონდა რელიგიასთან დაკავშირებით, როცა ოთხი თემაში გავწერე მომროვი მამა. დღესდღეობით შეიძლება საჯაოთ ესე მამობა განაცხადა, იმიტომ რომ არ შეიძლება მათ ჩარეოს ზედმეტად ასე. არა, იმიტომ არის ესე გამოღავთ აი მიდიო მაგშევა ზუსტად. მაგრამ როგორც ასეთი ძალიან ბევრი მამა მიცო ხარში მიგას და რაც თავარი არის თქვენ მაგულებელსაც მიმართავთ. ერთი თხოვნა მეკროს მართლმადიდებლები ქრისტიანები ხართ, რომ როსოში უბრალოდ მომიხსენთ, რომ როცუთ შემეძებთ ბევრში ყველაზე მეტად და ზუსტად ამ ხართან, ჩემ მამაებთან, რაც და ზოგადად ბევრი მამებსაც ვუწევ, მაგრამ პირველი თხოვნა როცუთ შემეძებთ, იმიტომ რომ ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ ძალიან ძნელია მართლა აგეთო საქმე სუფთად, არ გაიცნო მithmes პოლიტიკა ინსულტი ყველა თავდებით და ამავდროულად იმაში თავდებით იმედი მაქვს, რომ პოლიტიკა ბინძური ადამიანები არიან და ძალიან ძნელია გაგდო ის ქართული საქმე და იმ სუფთა სულისკვეთებით იმოქმედა, რასაც საქართველოს და ქართველი ერის სიყვარულია, რასაც ვწიოთ. მაგრამ მამების თემაში ხა კიც რომელი მამა უწევს ხას მის მაგრამ ეკითხა ვერ გავიხსენე და ვიქრო მაგრამ მამასაც ხო ეგ არის იგივე ტაქსისტებიც გააკეთეს, იგივე გააკეთეს პენსიონერებს, მაგრამ ყველაფერი ხელოვნური ინტელექტით დამუშავებული. შეცდომაში ხარ შეყოლებ ნახევარ რეზერვში. შეიძლება, ნუ ყოველ შემთხვევაში მე შევედი შეცდომაში, მაგრამ მაყურებელს თუ შევიდა და უყურებდა, მაგრამ აპრობას მიმართავ რა არის ხელოვნური ინტელექტი, ეხლა მე ხელოვნური ინტელექტს არ ვიყიდე. და საკმაოდ გონება გვაქვს და ჩემი გოგოებიც. და ეს არის რომ ხელოვნური ინტელექტს ცდილობენ რომ მოგატყუონ, დაგაჯერონ თვითონ მამოები, პენსიონერები, ტაქსისტები, ასე და ასე. სხვა ადგილებში მუშაობთ სხვადასხვა სოციალური ჯგუფები, მათ უჭერენ ხარს. გირჩს, რავი, ვერცეთი მამა ვერ უნდა დაუდეს გვერდში მარტო იმის გამო, რომ თავად აცდუნებდა პირდაპირ მნიშვნელობით, რომ ჯარში არ წასულიყო სუპერული პატრიოტი თან რელიგიას უშეკ. ხო. აი, მე გამიკვირდა ალატივეს ფაქტიურად, ეხლა მე ხელმოს ვარჩევ ერთი ბიჭი გავიცანი გიორგ სუპივით გვასარეთო. ძალიან ხელმობრალდი, ხელი მომიწერა რა. თან მიყურებ და ცოტა ისე მიყურებდა რომ მეთქი მშვიდობა გაქვს ხელი არ მოაწევ თუ რომელი პრობლემა პროცესში რაღაცა არა ისო მე გირჩის მამა მოაწევ ხელი თავის როზე და ძალიან აი შენც დარივარ და არ ვიცი ეს როგორ გამოვასწორო და ამაზე ხელი მომიწერა რა რეგისტრატორ სკოლაში წავედი და ჩემი მამა გავაცანი ეს მაგის სოფერში და მე ძალიან მიხარია რომ ეხლა კი რაღაც მომენტში მიგაც არასდროს გადაწყვეტენ თავობაც, მაგრამ როგორც ასეთი ძალიან ბევრი ხდება, რომ ეს ყველაფერი იყო წუნება და ჩემთვის არ მინდა უხსენებელი საქმეს აკეთებ პირდაპირ მნიშვნელობით. კი ბატონო, ეს სწორედ ეს მაინტერესებდა, იმიტომ რომ ეს აშკარად გამოყავს და უკვე პოლიტიკაში ერთვება, მამა ეს უხერხულია თვითონ მამაოსთვის. შოთა შორის მინდა ეხლა თქვენ ეთერს ვისარგებლო და მალევე გადავხო ბატონ ზაურ ხაჩიძეს და მამა ამინანაშვილს. რომელმაც მომწეს ეს შესაძლებლობები რეალურად რომ მამული ენასარწმუნოების მხრიდან წარმოუდგენელი ყავი უეთმის მერობაზე. თან მოგეხსენებათ მამული ენასარწმუნოება აქამდე მხოლოდ ორგანიზაცია იყო პარტიულ თემებში არ იყო პილოტივიოთ არჩევანში მონაწილეობას და ღმერთის წყალობითაც კი აი დოლურაში ვიდეოებს დაესაჯავა დოლურაში და ხელი ჩაყოს. როგორც მოიგეს პირველი იყო ზუსტად პირველი ნომერი. მეთქაც არ დავშო მამული ენასარწმუნოება ეკოს პარტიას და პირველი ნომერი არ ყოფილიყო და ამიტომ აი ეგ არის ძალიან დიდი სიხარული რომ ჯერა რომ ღმერთი შეგვეწევა ბრძოლაში თუ საზოგადოების ჩართულობას იქნება, იმიტომ რომ უფალია ყოფს რომ მარტო როცი გამოიყურება პური შრომა სჭირდება ყოველთვის მარტო წლებით არ დამარცხება როცა ბრძოლა სჭირდება და მართლა და მართლა ეს ქვეყანა უცნებით არ შენდება და რაღაც გაფრებით რამას სჭირდება სახელმწიფო აზროვნებები და ქმედებები. ეს არის ჩემი თავარი მიზანი. ბატონო ძალიან კარგი, ასეთი ახალგაზრდა კაცი ესე კარგად ასრულებს, რომელსაც ნამდვილად ქართული მმართველობა აქვს და მხოლოდ ქართული და მე დარწმუნებული ვარ, რომ გოდის ჩაგეჭერდი ხა რა. აი ეს მხოლოდ ქართულს გამახსენე რა ბასდაც შემოგვიყვება. ნახეთ, მე არ მისმის როგორ შეიძლება საქართველოში დაბადებული ადამიანი იყოს პროვოკაცია. ანუ მე მაგას ვერ ვხვდები ვერანაირად. ხა ვიღაცა შეიძლება ესე ფიქრობს. მე იმასაც გეტყვით, რომ ვერ ვუყურებ ამ სხვადასხვა იდეოლოგიებს, ანუ იდეოლოგიებში კონკრეტულ იდეოლოგიებში არის რაღაც აი ასპექტები, ასე ვთქვათ. მაგრამ
საქართველოში დაიბადები ქართველი ხარ, მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ, იქ არის წერტილი და ვსო. იმის მე ვერ ვფიქრობ, ერთ იდეოლოგიას რო პირად გამიშდეს, ანუ იმის გააჩეს რა. ჩემთვის საკმარისია ჩემი გენი, ჩემი კულტურა და რაც თავი მართლა რომ ისეთი რწმენა მაქვს, რომ აი მამა გაბრიელი ამბობდა, რომ როცა თებს შეაზანზარებსო და მე ჯერ ამისი რომ როცა თებსაც შეაზანზარებს და დრო მოვა და წმინდანები დადგებიან საქართველოს სადარაჯოს. ძალიან კარგი ბატონო, მაგრამ მე გაგახსენებთ ალბათ თქვენი გეცოდინებათ, რომ ერთ-ერთმა ლიდერმა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ესეთის განაცხადა, რომ ჩემი შვილები და ოჯახში ჩვენ ქართულად ვლაპარაკობთ. მე გეტყვი, მაშინ მივიღე გვარამია ხო არის? ალბათ. ხო, გვარამი არის ადამიანი. როცა ადამიანი ამბობს მაგას, რომ არის ლიდერი და უნდა იყო განათლების მინისტრი, იყო გენერალ პროკურორის მოადგილე ხო თანამდებობებით და ნუ ავიცი ახალ თანამდებობა ხონდა ესეთი ადამიანი და დღეს გამოდის და რო გეუბნება როცა კოალიციის ხელმძღვანელია და ამას ჩვენ ქართულად ვლაპარაკობთ ოჯახშია ეს ჩემთვის აი იმდენად მიუღებელია რომ პიროვნება და საერთოდ ის ოჯახიც იმ მაგიდან გამომდინარე რომელ ლიდერობაზე უნდა ვილაპარაკო და რაზე უნდა ვილაპარაკო გვარამია არის ადამიანი, როგორც კი არ ადამიანი ჩემი პირადი აზრით, რომელსაც არ გააჩნია ის სულისკვეთება როგორი რაც დღეს ჩვენ გვაგვაჩნია რა. თავის შვილებს ეხლა მე ძალიან მომხრეო იმის რომ ჩვენი თაობები გარდა იმისა საქართველოს ისტორია იცოდნენ და ქართული იცოდნენ, მე იმასაც ვფიქრობ რომ აუცილებლად დასაკავებელი ის თემა საქართველოს ყველა ადამიანი ვისაც მოხდა ქართული იცოდეს უმაღლეს დონეზე თუ არა საბაზო დონეზე ელემენტარული გამარჯვება და ასე შემდეგ. აი მე ვფიქრობ რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა სადღაც სწავლას იღებდეს და იყენებს იმ ცოდნას. მე ხა არ შემიძლია არანაირად გვარამიაზე არ ვთქვა ის ფაქტი რომ Windows-ზე და ბორჯომზე რაც თქვა ხო პირდაპირ შეურაცხყოფა არა მარტო ჩვენი საზოგადოება, ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიციები და ეგეთი ადამიანები რა ვიცი ხეთი კი არა ახლა ცხოვრობთ ვიხდება საზოგადოებას რასაც ვიცი. ოჩო ხოშ იმდენი სამართალ დარღვევა თქვი ეხლა მე თქვენ პირადად აქეთ თუ გავიდა პოლიცია დაგვადგა ვიცოდეთ რასაც როგორ გადაყვანი. თან საქმე იმაშია რომ ეს ადამიანი ლიდერობაზე აქვს პრეტენზია და ლიდერია და მე ვიცი გრისი ლიდერიც არის მაქსიმუმ 5 თვის ჩავუნდა და ჩატარება რაღაც მსვლელობა რო არ ჩავატარებინით იმის ლიდერი შეიძლება იყოს. არ არის პრობლემა. დანარჩენი ქართულს რაც შეიძლება ეგ ადამიანი კი არა, ზოგადად დეზინფექცია ჩასატარებელი თელ პოლიტიკურ სივრცეში. ეხლა როგორ შეიძლება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მყავდეს ტიპი, რომელსაც ეროვნული შეკრება ცოტა საშიში რაღაცა და არ ვიციო. როგორ შეიძლება ერთ ხალისას და მეორე ხალისას ერთი მეორეზე უარესი გლოცოდები პოლიტიკოსები მყავდეს. აი, ყველაზე საზოგადოება უყურებთ იმ ფაქტს, რომ გასულები არიან რა და ზუსტად ეს არის მთავარი ჩემი პლუსი, რაიმაც ფულიც აქვს, ტელევიზიებიც აქვს, გავლენებიც აქვს, რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ ეგ არის სუფთა ხელებით მოვდივარ და ზუსტად ვიცი ისიც რომ სუფთა ხელებით გავა როცა დრომოა პოლიტიკი და ჩემი წასვლის რა, მაგრამ იქამდე ვიბრძოლებ რომ სანამ ჩემზე უკეთესია, როგორც დავიღო, ჩემზე უკეთესია ვიღაცა, ნებისმიერ მანდილას არ იქნება თუ ბატონი იქნება, არა აქვს მნიშვნელობა როგორ იქნება ბიჭი. ხო, აქ უნდა ხარ დავუჭერ. რა იმიტომ რომ საზოგადოებასაც ახლა თუ ახსოვს ჩემი ბლოგები, მე არ ვიყავ არც პარტიაში და არც ორგანიზაციაში, მაგრამ ქართული რამე აქცია კეთდებოდა, მსურობა კეთდებოდა, არ ქონდა იმას მნიშვნელობა ჩემთვის ვინ აკეთებდა. რა, ვინ აკეთებს გულისხმობ იმას, რომ მე კონკრეტული საკითხების გამოვედექი ახლა გამოსახლებაზე შეიძლება მე ვერ ვიყირო და ვერ ვაკეთო საქმე, როგორც სხვა ვიცი, იგივე თუნდაც წვარი პასპორტებში მე არ ვარ მიკრობიოლოგი ხო, მაგრამ მე მესმოდა ეს პრობლემა იყო და რეალურად პრობლემაც არის ხო, 8 მილიარდი თელი მსოფლიოს მოსახლეობა და თელი მსოფლიო თაობის მიზანი ის რომ ერის შემცირდეს და მაინც ჩვენ ხარჯზე და საქართველოს განადგურდა და არაჩენ ვიცი მე აი გარის ის რომ საქართველოში ხო უნდა დავუკვირდეთ ის ეროვნული ტრადიციული დღის წესრიგი, რასაც ქვია სუფთა ეროვნული ტრადიციული დღის წესრიგი. არ უნდა იყოს არავის ავტონომია და აი ესეთი გეწოდებული ლიდერები როგორც გვარამია არის, თუნდაც როგორც იყო ეხლა სადა არის. ხო, აი ყველა თავსდებს ლიდერობას. ლიდერმანია, რა თქმა უნდა, ეხლა ყველა ადამიანს გვაქვს გარკვეულწოდ ეს კარგი იმ თემაში, რომ შეშეგიძლია მეტი აკეთო. მაგრამ ყველა უნდა გავიოდოთ ის, რომ ცხოვრობთ საქართველოში, სადაც ერთმანეთის პატივისცემაზე მქონდეს დამყარებული ურთიერთობა. ეხლა პირადულად ხო, გვარამის ოჯახში შინ რა ხდება? არ მაინდა ის როგორც კალათის ოჯახში ან ნებისმიერ სხვის ოჯახში. მაგრამ როცა შენ პოლიტიკურ ასპარეზზე ხარ და ჩადიხარ ისეთ უსწრაფო საქმეში, როგორც შეურაცხყოფა არის,
აი თუნდაც აი ძალიან მარტივად რო გავიხსენოთ სახელი ლიბერალის ნატა ფერაძე რუსიასა სამების ეკლესიაში კრას კაის ხატი ასე ვთქვათ სწორად იყო დახატული თუ არ იყო სწორად დახატული დაწერილი უფრო სწორად მე ამას ავსვამ მე ვიძახ იმას რომ ნატა ფერაძე როდესაც გაბედა სამების ტაძარში შესვლა და ამ კონკრეტული ფაქტის განხორციელება რომ კრასკა შეიასხა რატო 5 დღით ხო 5 დღით ისეთ საზოგადოების ჩართულობით გადავდეს იმ ნაბიჯი მაგრამ იგივენად ხედავთ კახი კალათის ბანერზე რაც გააკეთეს და რამდენი წელი თუ გსჭირდა თავისთავად ხო აი არის პრობლემა მაგიტომაც ვიძახი რომ ეხლა თბილისის მერე არ შეუძლია სასამართლოში ჩაერიგოს მაგრამ თბილისის მერე იქნება მეტი შესაძლებლობები კეთეთ თუნდაც იმ ადამიანს ხარ დასაჭერდა ხარშე ვინც ხარ საქმეს გაგასაუბნავ თორე რა თქმა უნდა დანაშაულს უნდა ჩაიდეს მე რომ დანაშაულს ჩავდო დასაჭერდა ჩემი უახლოესი მეგობარი დანაშაულს ჩაიდეს რა თქმა უნდა დაუჭირს ზუსტად იმ კანონის სრული სიმკაცით იმიტომ ჩემთვის კანონის უზენაესობა უნდა იყოს და სამართალზე წყველა არ სწავლობდი რომ მართლა გულით და სამართალმცოდნეობა რომ მე ქვეყანაში მე გავასწავლოთ უსამართლო ქვეყანაში სამართლიანობას სწავლობთ სამართალზე ვსაუბრობთ მაგიტომაც ვიბძი და მაგიტომაც ჩავარდე პოლიტიკაში თორე ბავშვობაში აი ჯარზე რო ვსაუბრობთ რა სპორტსმენი ვარ მთელი გულით და ჯარში ყოფილი ჩემი ქვეყნის თავდაცვაში მინდა ვიყავ იმიტომ რომ სპორტსმენი ვარ ქვეყანაზე მართლა გულის შემტკი რაღაც და ჩემთვის ტერია ნებისმიერი არა მარტო იარაღი ჩემს ამით ის ადამიანი ვინც გული ჩემს აკავ მიწებს ყიდულობს ხო იმიტომ დღეს თუ ყოლისეთი დაიწევს ის თუნდაც რამოდენიმე წლის წინ არჩევს ის ფერატკანიანი იყო რო თბილისის მერობაზე რომ მოინდობა ხო ანუ ეგრე დაიწყებდა დღეს კიდე კარგია რაღაც შანსები გვაქვს ხო 10-20 წელიწადში ეს შანსები არ კი არა 5 წელიწადში შეიძლება აღარ გქონდეს ალბათ რა ხო და აი ჯარში მინდა წასვლა მე პირადად ჩემი ქვეყანა იმდენად მიყვარს აი თან 4 და-ძმანი ვარ თან 3 ბიჭი ვარ და ჩემი და ჩემს მე ერთი და მე ორი ძმა მაქვს რა ყოველ მათგანში იმხელა პატრიოტიზმი მე მჯობია ის უფრო ქვეყანა იმდენად საკეთები თავდავიანთ მიმართულებებით რა მაგრამ თემა ის არის რომ რატო გადაწყვეტ პოლიტიკა რა პოლიტიკოსები იწყებენ ომს და პოლიტიკოსები ამთავრებენ ომს იწყებენ და ამთავრებენ და ჯარისკაცები არიან მსხვერპლად შეცეკულები დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში და გასაგებია როცა მანქანის მშვიდობას ალტერნატივა არ არის გეტახმებით მაგრამ თემა ის არის რომ უომრად ტოვებთ უომრად თმობთ ხო არ შეიძლება ამდენი ტურისტი მივიღო ინდოელი და პაკისტანელი და ჩემ ქვეყანაში სამუშაო ადგილებზე დეფიციტი შეუქმნეს ისევ ქართველებს და ისე რომ თეთრზე ჩამოდენ მესრის ბიზნესის თავარი არის რომ იაფი მუშახელი ყავდეთ ხო მაგრამ ამოდროულად ისაც ხონა გავიოდოთ რომ იაფი მუშახელის საფუძველზე ჩვენი თანამშრომლები დაუსაფრებელი რჩება ეს ადამიანი ანუ არ მინდა რუსულ ტერმინით რომ ვინუშტეში ხდება რომ საზღვარი წავიდეს ხო ერთი კითხვა ბოლო კითხვა რა ბოლო კითხვა გავაგზავნე აი მე დააგავდა მე აი რაღაც საკითხები რაც კიდე ვერ ვეხები მუცმელად გეტყვი არ იმიტომ რომ ისინი იმიტომ იქ მინდა ისინი ვაჭახო რა იმიტომ რომ ძალიან ბევრი კანონდარღვევები არის როგორც პოლიტიკურ ასპარეზზე ეხლა რაც ხდება ვინ როგორ გაიარა რეგისტრაციები იქ ძალიან საინტერესო და კიდე ისინიც ვის რეები აქვს ჩადენილი რომ სადღაც საწოლ არ არის და ნიმდრეს რაღაც მანქანის ვერ როგორ მანქანის როგორც ეხა დავდებ მეთოდს ავტობს ისევრი სამომავლო სოციალური ხალხო რომ იმ მაგალ ფასელი მანქანის რო ჩავიდა ხარზე დაწდაგული იმაზე კი არ საუბრობ რომ ეს როგორ გვიჩის ქვეყანაში იმას რომ რა მაგარი მანქანი დადიოდნენ და იმ ადამიანს ხო გაუჩნდა ის ინტერესი რომ პოლიტიკაში მოვიდეს იმის გამო რომ ხალე დაუჭოს მე 20 წელს თვითონ მოვიდეს თვითონ მაგარი მანქანი დიაქვს და იმაზე კი არა როგორ შეუქმნა ის პირობა სხვას აი ხა ჩემ სოციალურ ერთად ავიმტო სხვათა შორის და ძალიან დავამახსოვრდა რა ფოტო იყო რა ორივეზე დედაშვილი იყვნენ და ორივეზე იყო დასუფთავი სამსახურის წარმომადგენელი ერთ ადგილას დედამისი ეუბნება რომ ესეთი არ გახდეო უკეთესი გახდი და ესეთები ამიგრე თავშობდა მეორე ადგილას დედამისი ეუბნება ესეთ რაღაცას რომ დედა შენ უნდა ისწავლო რომ ესეთი ადამიანს მეტი დაფასება ქონდეს აი ეს ეგ არის რომ ჩვენ იმდენ რომ ვაკეთოთ ჩვენ თანაც მეტი დაფასება ქონდეს და ის კი არა რომ ვიღაცა რამდენი მანქანი და აბჟურადრეულ მანქანას მაგრამ ხან ვაფშე არ მაგას გულსვლა გეტყვი აი მარტო 2-3 მანქანა შეიძლება მიცოდე და ცოტა საძვაგაცოს აქვს ხო უახლოს სამეგრელოს მაგრამ როგორც ასეთი მანქანები არ მოწოს ვაფშე და ეს ძალიან პრობლემა საზოგადოებაში რომ ღლიციზე გადავიდნენ შოურაცხყოფებზე მაგრამ რეალურად იცი რა იქა მე რომ ამ რაღაცას ვიძახი სოციოქსელებში აი რა თემა ასეთი მანქანები დადიან
გაიყიდე რაღაცა ფული აი გაფუჭო არიოდეს დაგიდო რა ღმერთმა მომცა ყველა შესაძლებლობას გოლება მომცა მეგობრები მომცა დღეს ეხა ვერო ფეხზე ბავშვი შეიძლება სხვა ფეხზე ვერ დადიოდეს ხო თუ ვერ აკეთებს საკუთარ მევაკიდე ხო ეხა აი მანქანების თემაში ცხოვრობდი ვიღაცას ველოსიპედი შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას მანქანა მოსწონდეს მანქანას მანქანა ვერ დადიოდი უნდადეს მაგრამ ჩვენ გავაცნობიეროთ რომ ჩვენ რა თქვა ღმერთმა გვიგოს ეს უნდა გამოვიკლოთ ჩვენ გვიგოს უკეთეს მომავლისათვის რა ხოდა ბოდიში ცოტა ემოციების მაგრამ ეცემის როცა ეხება საქმე არ არსებობს აი რა მეგეცი საკითხებია რომ ემოციების გარშე ადამიანი ვერ დაბარაკებს საერთოდ ძალიან ჩემი და რა უკენა ძალიან მოხარული ვარ რომ ასეთი პიროვნება გვყავს სწორედ მერობის კანდიდატად დაასახელა მამული ენა სარწმუნოება და ნამდვილად არჩე ესეთი პიროვნება ვისაც მე სვაი ჩემი შეხედულება დღეს გავიცვალე თერმული და უკვე ჩემი შეხედულება მაქვს უკვე როგორ არის ადამიანი თავის ერზე შეყვარებული, თავის ქართველებზე შეყვარებული. ნებჯერ მეთქია თუ ესე გაგრძელდა სიტუაცია, ქართველები ალბათ ერთმანეთს სამთლით დაუწყებთ მეთქი ძებნას. ну აქვს მე კოსტაურად შეიძლება მათქო პირველმა რა. აი მეგრე შეიძლება ყველა კოსტავა მოდაიგე. რომ და ხელის წესები დაუწყოთ ერთმანეთს ძებნასო და. ნაშოს კოსტას ერთი ლექსია არის რა. ძალიან რატიცა მამულო ჩემო კვლავდადგაში ამ მაღალს დაფათ არ დაუგებს რომ დაინსვლეს სატანისგან რომ თარვალთა დაწიოგებს აი არის ძალიან მაგარი ლექსი ამერიკა ძლდება ესე რომ აი შენთვის აკეთოს გულები და შეიძლება დადგენ გავეში შეცულ სიცხლის სიარვა აი ძალიან მაგარი ადამიანი იყო და უბრალოდ ზეროი რო შემოწ რომ ის უკვე გადახოვა რომ ძალიან ბევრი ადამიანს გამოსონდი პირადად გუშინ მივზეიქა რომ კი ამბობენ არსებობს უკვე მაგრამ ჯერ ჩვენ შესაძლოა მომენტი რომ დროის მაგალითად წავსულიყო რომ დავით აღმაშენებელი და ძალიან გავიცნო და ნეტა მოერთვე შესაძლოა მოხდეს აქტუალურად ზეცურ საქართველოს ჯერო რომ ასო ზეცურ საქართველოს და ეს გვიცნობები შეგვიძლია ყველა ბრძოლაში რომ თუ შესაძლოა თქვება რა თქმა უნდა დავით აღმაშენებელზე თბილისში და გამოვიდა ისე გეცოდება თქვენ რუსთავის წამდებით გიაბესაძე სამოქალაქო ომის დროს დაპირისპირება იყო თავი დაუწყო წვრილხაზი მეგობრები ყავდა კარდიოქირურგი იყო და 28 გარდაიცვალა 21 სექტემბერი იყო თუ სწორად მახსოვს მაგ ადამიანის ძეგლის დათმოცმდა თბილისის ცენტრში ნიშნად იმისა რომ ერის თანხმობა მშვიდობისათვის რომ პოლიტიკური პარტიების შეხედულების და იდეოლოგიების გამო საქართველოში არ განმეორდეს ის უბედურება რაც თავის დროზე ხდებოდა და ამავდროულად რა ვიცი ჩემი პირადი აზრით ალბათ დარწმუნებულა ძალიან ბევრი დამოთანხმება მე როგორ ზოგადად ზეგლი, როგორ არ შეიძლება მოკვდა საქართველოში, თბილისში კონკრეტულად. ასე რომ თუ რამე არ მოხდა ჩემთან დაწერ კომენტარებში გავიცნობი რა თქმა უნდა, თუ კარგი იდეებია პირადშიც მომწერდა იქაც დაწერეთ, აუცილებლად გავუთვალეთ. ჩემთვის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა არის უნიშნულოვანესი და ვიბრძოლებ ბოლომდე რა. ძალიან კარგი და აი ხო ხედავთ როგორი პატრიოტი პიროვნება ახალგაზრდა კაცი. ესეთ პატრიოტი ვარ დამოუცა საერთოდ ხო ნომერი რო გააფერეთ ხარ. პირველი ნომერი გააფერეთ რა. ინდო პირველი ნომერი არის ჯერ ამქელა პლუსი გვაქვს. სადაც სიაში ვიღაცები არ ეძებოთ, აგერც მო კაცურად გავუნებით. ღმერთმაგაზე შესაძლოა მომსესტა. თქვენი ჩართულობა ვინც არჩევს მიდიხარ პირველ რომ ვინც ამიტომ არჩევს ესმის თქვენი პოზიცია რა თქმა უნდა. შეიძლება ვიღაცა პლუს ახალგაზრდა ბიჭი ვარ, მაგრამ იმასაც ხურცქველად გეტყვით, სადაშო საერთოდ დავუშვებოდით, ვისაუბრეთ ვიდეოზე ისე ვთქვა რომ ჩემ გვერდში რამოდენიმე მომავალებო და რამოდენიმე ადამიანი ვისაც ის გამოცდილებული აქვს პოლიტიკური რა, სიცხეთა ბეკრებულ საქმის კეთება, იმიტომ რომ ყველაფერი პირველში უნდა გავაკეთოთ საქმის როგორც მართლა ქრისტიანობა სწორად გაჩნდეს, ასე ვთქვათ, რომ სწორი იყოს და სადმე შესაძლოა არ დაუშვოთ ჩვენი წვენასთან მიმართებაში და ამავდროულად გამოცდილ პოლიტიკოთ, რომ არის კიდევ პოლიტიკა, რომელთაც შესაძლოა არ უნდა დაუშვოთ, იმიტომ რომ შესაძლოა დაშვების უფლება აქამდე საერთოდ არ მქონდა და სამწუხაროდ საერთოდ არ მექნება. ამიტომაც გავაფერეთ პირველი ნომერი, მამული და სარწმუნო და პირობას გაძლევთ. სადაც არა ქართულს გავაკეთებთ, იქ თქვენი ხმალი და ჩემი თავი იყოს. ძალიან კარგი არის ესეთი კარგი პიროვნება, რომელიც დაასახელა მამული და სარწმუნოებამ, მოხარული ვარ გასწრობისა და აი პირველ ნაბიჯებს ვდგავს სწორედ ისეთ ასპარეზზე გადის და ისეთ ნიუანსები აქვს ამას უკვე გათვლილი, რაც ძალიან ხალხისთვის საინტერესო თემა არის. აი გინდაც ეს აფთიაქიური ქსელი, გინდაც ეს სკოლის საკითხები, ბავშვების განვითარება, როგორ ყველაფერი და ძალიან საინტერესო თემებია კიდე
მეორე ექნება სალაპარაკო და ეს უბრალოდ ეგ არა. მოხდეთ ამის საშუალებას თუ სურვილი გექნება ჩემთვის. არა, პირიქით მოხარული ვარ, რაც მე თვითონ ჩემს სახზე გაი ჩემს იქა პრიორიტეტო, სუი ბროკები, სუი სუდები და იცით როგორ ვარ? აი, როგორ ვიქნათ? ლომი ვარ, მაგრამ გალიაში მომწყვდი ეს რა თქვა. ვერ მომწყვდე ვერ ბოლომდე. ვარგერ. ეკლების გარეშე ვერ გაემრით პოლიტიკურ გზას. გარეშე. ეს ყოველთვის დაგვხდებათ წინ, დაგვხდებათ ესეთი დაბრკოლებები და ისეთი საქართველოს ხო სავსე აგენტურული ქსელი, ხო? ყველა თითქმის რა ვიცი, ძალიან ბევრი არის აგენტურული ქსელები, რომლებიც ცდილობენ საქართველოში სწორედ დესტაბილიზაციის მოხდენას და ის კითხვა მინდოდა დამესვა. აი რომ გამოდის ეგრეთ წოდებული ოპოზიცია და უყურეს რომ რევოლუცია, გადატრიალება, გამოტრიალება და ასე შემდეგ რაღაც სისულელებს და ეს თქვენი აზრია აი ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგადად რევოლუცია ძალიან დიდი რაღაცა არის რა. იმიტომ რომ ცენზურა ყველაფერმა რევოლუცია კონკრეტულ საკითხში პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მათაშორის ომზე მივდივართ. მეც ახლა ვთქვი გიაბესადის ძეგლი, რა რადგან გიაბესადის ძეგლი დაიდგას. ერის თანხმობა მოხდეს მშვიდობასთან დაკავშირებით, რომ იქ აქციის მონაწილეები იქნება თუ GDD იქნება, ხო? ორივე მხარეს ჩემი დები და ჩემი ძმები არიან. არა მარტო ეს თუ მხოლოდ მართლა ვიცი. მართლა მეგობრებო, მაგრამ ძალიან ბევრი. ორივე მხარესთან მე პირდაპირ ვიტყვი, რომ აი ქართლის მიღებას გავხდები, რა თქმა უნდა მე საჯარო დავალებას გავაკეთებ, მაგრამ აქედანვე ესე რომ ვთქვათ, ასე რომ ის არის საუბარს ვაპირებ ორივე მხარესთან რა. იმაზე კი არა რევოლუციური, იმაზე რომ საქმე გავაკეთებ, იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გაიშვიათებული იყო თავშესა, მაგრამ ბოლო წლებში უფრო ხშირად ხდება ეგეთი რაღაცა, რომ რამდენჯერ არჩევნები გვიახლოვდება კარზე, იმდენჯერ რევოლუციური სცენარიო, იმდენჯერ მაიდანიო, აქედანაც და იქიდანაც ფინანსები იდება ჟურნალისტების, ძალიან ბევრი ერთობიან ძალიან ცუდა და ძალიან მაგადაც ფინანსდება ეს ყველაფერი, რომ მეც უნდა თავზე რაღაც შემოთავაზე, ბოლოს მე უარი ვუთხრა, იმიტომ რომ არ მინდა რა, რაღაც ეს სატელიტი იყო და ხელის ბიჭი, თუნდაც აი შევარაძე ფარე, მაგრამ კალაძე ეგრეა თავზე შევარაძის გვერდზე იყო, საკერჩის გვერდზე იყო და ბიზნესის გვერდზეც არის. ჩემთვის ჩოვრო პრომო იჭუნარი, პრომო პატივს შევარაძეს პატივს, მაგრამ ეს მომენტი კონტექსტში ვსაუბრობ და ეს აქციების თემა რა მიმართულებაც მიდის ყოველთვის პოლიტიკური ჰავის აწევა რა, რომ აი თუ ჩვენ არ ვიყავით ესენი იქნებიან. მე გიგეთქვით ეგეთ რაღაცას, რომ ორი მხარეს ახლა თქმა უნდა შემიძლია ვისაუბრო და ვისაუბრო კიდევაც და ეხლა პრეზიდენტი როგორც ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი რა გააკეთა. გამოუშვა რელოს ლიდერები. ციხით რომ გამოუშვა. ეს ერთის რომ კაია რომ ის რაღაცაზე ყოლა დაჭერა ჯერმანას რომ დაიჭო სხვა იმდენ რაღაცაში რომ მაგათი დაჭერა. მაგრამ თან პრეზიდენტი მოხდა იმისიც რომ ეს ადამიანები პრეზიდენტმა შეიცადა, ხო? რატო არავის არ ახსოვს ლევან ჟურაბაშვილი? ის ბიჭი რომელიც ბანკში შევიდა, სათამაშო ლიმიტით, ითხოვდა საფთექო ქსელებზე, პენსიების გაზრდა, სათულო წამების გაიაფებას. რატო ეს ბიჭი დღემდე არავის არ ახსოვს სამთავრობო მხრიდანაც, ის ოპოზიციის მხრიდანაც და რატო არ უთხრა ბიჭის განთავისუფლებას? რატო ის ერის პრობლემებზე არ საუბრობ თუ ეს ბიჭი არავის არ დათანხმდა? არაფერს. აი ეგ არის, რომ ზუსტად აი ეს პოლიტიკა არის ამათვის პოლიტიკურ თეატრალურ დასი რა და მთელი წლების მანძილზეც მე სხვადასხვა წინარჩენი მიცემ ყველა სადაც მივიდიოდი, არავის ხელს არ ვაძლევ ყველა სხვა ძაბ და ვაძლევ პოლიტიკურ თეატრალურ დასს. რომ ვინ იქ რომ ერთადერთი წაიკითხა და რომ იღებენ, კითხო ის მაინც წაიკითხა და იფიქრა გარდადა. მოდა, ეგ არის პოლიტიკურ თეატრში უნდა შევეშვათ რა. საქმეზე ვიყოთ ორიენტირებულები და რევოლუცია ჩემს ამ ეტაპზე კი არა ზოგადად ცუდი რაღაცა. რევოლუცია შეიძლება განიხილოს როგორც რევოლუცია გარდატეხა მოხდეს რაღაც მეცნიერებაში, მაგალითად მოხდეს ისეთი რაღაც საგნების შემოვლოთ, რომ რაც ზოგადად ეს ვფიქრობდი. აი მაგ ავტომობილების თემაში რევოლუციური თემა იქნება თუ ფრენას დაიწეს ავტომობილები ასე და ასე. როგორც ასეთი ხალხის დაპირისპირება პირდაპირ ჩვენ წის ქვილზე ასავს წყალს და რავი, ერათზე რა ხდება. ხო? აი რატო იმაზე არავინ არ საუბრობს, თუნდაც თავის დროზე განჯის კარიბჭე მოგეხსენება ჩვენ მამეფემ წამოიღო როგორც საგანძური და მაშინ პრემიერ-მინისტრს საუბრობდნენ რომ აწარმოებს მოლაპარაკებებს რომ დანაგმურდელოს სია გადასწავლო. კარგი თქვი გადავწეთ სია მე თქვი. განჯის კარიბჭეს დაუბრუნოთ, მაგრამ ჩვენ ეკლესია დაგვიბრუნოთ.
ეხლა შეგვიძლია მეთქი სამართლებრივ თუ აქციოთ მეთქი რომ თუ თავიანთ საკრებულო მნიშვნელობის ასე ვთქვათ ჩვენთვის თავშოთ ტიტულად წარმოება ხომ მე თუ იმას უბრუნებთ, რატო ჩვენ ეკლესიაზე არ ველაპარაკებთ? ეს არის კონკრეტული უცებოთ საქმის კეთებას, თორე აი რა ვიღაცა ნაცი იქნება, კოცი იქნება, იქაც ძალიან ბევრი ადამიანები არის. ეხლა ჩემ მე პოლიტიკურ ველზე არც თუ ისე ცოტა ხანი რაც ვარ, 9 წელი არ არის პატარა დრო, 29 წელსაცაში 19-18-დან დავიწყე ერო მასკები და რაღაცა თავზე გიცი როგორც ხდებოდა. მაგრამ მე უფრო შემოდება საჭირო იყო და ლუისთანაც კი გვერდში დავდეგი, ყველა რაღაცაში გასვლილები იყო. ავდე კიდევ ერთი საკეს უნდა გაცილოთ. და ეგ არის რომ მოვდივარ ზუსტად საქმის საკეთებლად რა დავერკვე ყველა მხარეს და ამ პოლიტიკურ თეატრურ დასის მაყურებლის მიმართულება არ დაიჭიროთ რა იმიტომ რომ ყოველ არჩევნებში ხდება ერთ-იგივე რაღაცები ვითმოდეს ჩემნაირი ბიჭებს და ჩვენნაირ ადამიანებს ბლოკავენ სოციალურ ქსელებშიც და ხდება შეზღუდვები ამავდროულად მარტო ეს ხალხი რომ მანიპულებს ოცნება რუსული არის რამები დაბერგებთ რა ოცნება რუსულიც არის და ევროპულიც არის ორი მხარესთან აქვს მოლაპარაკებები და ორი მხრიდან წავთ ხალხი იმიტომ რომ თუნდაც თავროზე კობახიძე თავისუფლების ფონდიდან არის ხო კი ბატონო იგივე ბიძინევანიშვილი რო ამბობს ირმა ინაშვილი ხო თუ სწორად პატრიოტალიზმის ლიდერი რო იყო ხო ინაშვილი ხო ირმა ინაშვილთან საუდაშორის ბიძინევანიშვილი ამბობს რუსეთში არ მოეწონებოდა თუ მე რო სალაგაშოს ოფინანსებდია და მაგ პერიოდში იყო თავისუფლების ფონდი სოროსის იქიდან დავეხმარებ იქიდან ვაფინანსებდი და საქმე ის არის რომ ბიძინას ხელში ვართ ამდენი წლების მანძილზე არავინ არ თქოს რომ ბიძინა მანქამდე არ იცოდა თუნდაც მაშინ ციხეებში რა ხდებოდა და თემა იყო ეგეთი რა ან ბრძოლობთ ბოლომდე ან არა და რავი მე თავი მიჩვენე შევწირო დანარჩენი თქვენზე იყოს ერთი იმედი მექნება რომ ეკლესიაში ერთ ცენტრს მაინც და ახლა რაც შეგიძლიათ როცვაში მომიხსენიოთ და მაგით შემდეგ ყველაზე მეტად მე უკვე მეგობრებს პირველი ნომერი ხო ერთი 5 წუთიანი მოწოდება შენი ამორჩევლისთვის იმდენი მოწოდება გავაკეთე უკვე ყველა არაძინახაც კი ბატონო ნახეთ მეგობრებო რა ეს საქმე არის ეგეთი რა ან ვიძვით ბოლომდე ან არა და მე ჩემს გასაკეთებელს ყოველთვის გავაკეთებ შიში ამ ქონები არ არის და ბევრი შემოთავაზება იქნებოდა თუ დახვედრები თუ გადატენვები ხო არ შემშინებია იმიტომ რომ წამს იმისი რომ უფალი არ ჩვენთან და ნებისმიერ ბრძოლა რომელიც რწმენით იწყება რწმენა ბრძოლა და შრომა შედეგს ყოველთვის დებს ძალიან ბევრ ბრძოლაში გავიმარჯვეთ ღმერთის წყალობით თქვენი ჩართულობით და მჯერა ახლაც რომ თქვენი ქმედება იქნება უმნიშვნელოვანესი ამიტომაც კიდევ ერთხელ გეტყვით გთხოვთ მომიხსენოთ როცებში რომ ძალიან ბევრი წელი მყავდა ვიცოდი აქამდეც და ახლა უფრო მეტი არის რასაც ვხედავ და ერთი ბიჭი ვარ მაგრამ როგორც ხედავთ ერთიც აღარა ძალიან ბევრი თანაგუნდელი მყავს და ოჯახი მყავს მამული ინასარწმუნოების პარტიის სახელით ყავს ჩვენი მოძღვარი არაერთი მოძღვარი არაერთი ეპისკოპოსი სხვადასხვა გვერდში გვიდგას არაერთი სამხედრო ჩვენ გვერდში დადგა უკვე და თემა არის ასეთი ვაკეთებთ ასეთ გაერთიანებას მამული ინასარწმუნოს გარშემო ყველას ვეპატიჟებით ვისაც კი ერთი წუთის სისხლი მაინც აქვს მის სულში და გულში არის საქართველო და ქართველი ერის უკეთესი მომავალი ამიტომაც არჩევნზე როდესაც მივხვდით გააფრთხილეთ პირველი ნომერი და დაგვიჭირეთ მხარი არ დამიჭერთ მხარი იმიტომ რომ თემური ვარ გოკელავაძე ან მამული განსაკუთრებული განკუთვნილ იმიტომ დაგვიჭერთ მხარი რომ საქმის კეთება გვინდა ყოველ ჩვენგანს და დროა მერმა ბოლო 10 წლების განმავლობაში რა ზიანიც განიცადა უცხო ქვეყნის აგენტების მხრიდან ეს საქმით უნდა გამოვასწოროთ რომ ხლიცის და კრიტიკას თუ დავიწყეთ ფაქტებით დამიჭერეთ ესე 13 წელია და წინა 12 წელია რამდენი წელიც არის საერთო ჯამში მაგაც ბევრად ხეჭვი რომ იმიტომ ფაქტებს დავუდგეთ ასე რომ ბრძოლა გამარჯვებამდე და ყველას გთხოვთ სულიერი სიმტკიცე და სიმშვიდისთვის ბიოგში ვილოცოთ უფლის სახელსადიდებლად და საქართველოს ინტერესები ქართული ერის ინტერესებით დავუცოთ ადრე ყურადღებისთვის პირველი ნომერი მადლობა ჩვენ ტელემაყურებლებს დაიმახსოვრეთ მამული ენა სარწმუნოება ნომერი პირველი თბილისის მერობის კანდიდატი თეიმურაზ ბოკელავაძე
ვერთხელს თბილისს მე გავხდე და რაც აქ მიწერია, იმაზე მეტი ქართული თუ არ გავაკეთე, გეკრანაში თანამშრომლობს შეგვიძლია ყველა ქართულ საკითხზე ჩემი მხრიდან, რა თქმა უნდა, თავისუფალია და მივხვდოთ აქ საკითხებს. ეს ფუნქცია